საღამოშვიდობის ეთერშია ბურთი და მოედანი, ჩვენ ჩვეულ დროს პარასკევს 20 საათზე ვართ თქვენ წინაშე და წამყვანებიც იგივე ბიძინა ბარათაშვილი, ლევან სალოქვაძე და ლაშა სილაგავა, ყავს არაჩვეულებრივი სტუმრები, რომლებიც თქვენ ძალიან კარგად იცით სხვა გადაცემებიდან, რომელიც ამ სტუდიაში იმართება ხოლმე, სანდრო ჩირინაშვილი და აკაკი ბაქრაძე არიან ჩვენი სტუმრები, მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ აქ ერთი ექიმები, იმიტომ ყველაზე მეტი რა შეიძლება ხა გულშემატკივარსა და პირველ რიგში ქართულ ფეხბურთს არის ექიმი, ვინმე თუ უშველის რამე სწორედ. ხო და ეგ უნდა მეთქვა რომ საერთოდ გადაცემა არის შვებულებაში ხა გასული და შესაბამისად ის ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც ემსახურება ეს გადაცემა პირდაპირში იყოს, მაგრამ გუშინ გვიან ღამე, როდესაც დადგა გაუგონარი შედეგი, სულ რო გონია რომ ამაზე მეტი რა უნდა დაგვემართოს და აი ეს იყო და ალბათ ამაზე საშინელება არ დაგვემართება, გადის პერიოდი და ისე თავისუფლად, ისე წყნარად, უდარდელად და მშვიდად გვემართება უარესი, რომ რა ვიცი, უკვე თითქოს ნერვიულობასაც მივეჩვიეთ, ან ამ ანგარიშებს მივეჩვიეთ და ისეთი კვეთრი რეაქცია თითქოს აღარ გვაქვს, მაგრამ აქვს თელ მოსახლეობას, აქვს ყველას და ამიტომ ღამე ატყდა რეკვები, სასწრაფოდ დაიგეგმა ეს გადაცემა, რომ დღეს ჩატარებულიყო, სხვა გზა არ არის. ასეთი რამ რომ მოხდება, მე მგონი ჟურნალისტის ვალი არის, რომ გამოვიდეს მით უმეტეს პატრიოტის, მით უმეტეს ქართულ ფეხბურთზე რომ გული შეტკივა და ამის შესახებ უნდა ისაუბროს. გასაგებია რომ ჩვენ ბოლო წლებში მეგობრებო ხედავთ ქართული ფეხბურთის, საკლუბო ქართული ფეხბურთის რეგრესს, ისეთ გუნდებთან წაგებულ მატჩებს, რომლის სახელებს გებულობთ, როცა წელის ხრა გვარგონებს და გვავიწყდება, როცა ჩვენ მოგვიგებს იმის მერე, იმიტომ რომ სხვაგან ისინი აღარ ფიგურირებენ. ამას ყველაფერს მივეჩვიეთ, მაგრამ კიდე ამ მარცხების მიჩვევასთან ერთად არის რაღაც გაუგონარი კონტექსტიდან ამოვარდნილი და შეიძლება უკვე აღარც ამოვარდნილი შედეგები, რომელიც არ შეიძლება რომ არ აღვნიშნოთ, არ გავარჩიოთ, არ ვთქვათ, არ გაუბრაზდეთ ვიღაცას ბოლო-ბოლო, ხო, ეხლა ჩვენი გუნდია, ჩვენი საყვარელი გუნდია ეს დინამო და სხვა გუნდებისგან განსხვავებით, რომლებმაც შეიძლება არც სხვაებით არა დიდად ეხლა არა მაგას ვამბობ სხვა გუნდებისგან განსხვავებით ის არის რომ ამას ევროპული სახელი აქვს ეხლა მე ვიჯორჟიამაც წააგო თუ გახსოვთ ვისლასთან 2-8 და რა თქმა უნდა არც ეს იყო კარგი ქართული ფეხბურთისთვის და ზოგადად ქართული სპორტისთვის მაგრამ ის არის კერძო გუნდი დაარსებული ვიჯორჯია და კიდე რო იქ გავიდა და ვისლას შეხვდა შეიძლება ეს მათთვის დიდი წარმატება იყო მაგრამ როცა ხარ დინამო თბილისი ეს სხვა ბრენდია, ეს არის წარმოადგენ შენ ქვეყანას. მე ხა ჩვენ ქვეყანაში ხო არის რაღაც სიწმინდეების დაცვა, ჩვენი ფასეულობების დაცვა და ეს აუცილებელიც არის და როგორც ვთქვათ, ადრე ტაძრებს აშენებდნენ და ის იყო სიწმინდე და გმირები ყავდა ომში ვინ გვასახელებდა და ყაზმა ხერხეულიძე და სამასი არაგული და ესე მე აგერ კიდე ახლა წარსულშიც ყავდა ჟიული შარტავა, ანწუხელიძე, რა ვიცი, გმირები, მაგრამ გარდა ამისა, თანამედროვე ცხოვრებას ახლავს უკვე თან სხვა სფეროში წარმატებების შემდეგ მიღებული რაღაც ფასეულობები და ერთ-ერთი ასეთი ძვირფასი რამ, რაც გაგვაჩნია ქართველებს, არის ჩვენი სპორტი, სხვა დარგებთან შედარებით და ამ სპორტში კიდევ რა თქმა უნდა ყველაზე დიდი სიხარულის მომტანი იყო დინამო თბილისის გამარჯვება თავის დროზე 91-ში და იმ წლებში როცა ისინი უგებდნენ სხვებს და მათ შორის ევროპაშიც. და ეხლა იცი რა საშა ჩივაძე იყო კაპიტანი მაშინ. ჩივაძეს შეურაცხყოფაც არის, დინამოს შეურაცხყოფაც არის, ჩვენი შეურაცხყოფაც არის, ვინც დავდიოდით ამ სტადიონზე და ჩვენთვის რა ვიცი ყველაზე ნათელი ადგილი იმ პერიოდში და ყველაზე უფრო სასიხარულო სიტუაცია სადაც იქნებოდა იყო იქ რომ მივდიოდი და ყვირილით შეგვეძლო გულშემატკივრობაც შეგვეძლო გახარებულებიც მოვდიოდი და გამოვყვა ეს ყველაფერი რა გვაქვს ახლა ამაზე უფრო ძვირფას ბევრი რამე გაგვაჩნია ჩვენ ამიტომ ვიზახი მე რომ რაღაც არ ვიცი რა ფორმებით მე არც იურიდიულად ვიცი ეს როგორ მოხდება არც ფინანსურად მაგრამ გადაცემის დასაწყისში სანამ ჩვენას გამოთქვით მინდა მიმართო ვეტერან ფეხბურთელებს, ვეტერან დინამოელებს, რომ ამოიღეთ რა ხალხო, ხმა, თქვით რაღაც გამოდით თქვენი აზრი თქვით, ეს რომ დაუშვებელია თქვით, არ შეიძლება სუწყნარად ვიყო და ვიღაცის წყენას ვერ იდებოდეთ. ვეტერანი ფეხბურთელები რატომ ყავს მიჩეული ვარ და ესე
სტერეოტიპი შეიქმნა, რომ ძოძუაშვილი და ხურცილაოა. არა, ნემსაძეც ვეტერანი ფეხბურთელია, ჯამარაულიც, დემეტრაძეც, სქიტიშვილიც, იაშვილიც და ყველა ის 50 წელს გადაბიჯებულები არიან. ეხლა მარტო ისინი ხო არ იქნებიან სულ ვეტერანები. იმათაც შეიძლება რაღაც თქვა. უფრო დაბალმა თაობებმაც ვიც დინამოში უთამაშია. ამიტომ ჩემი თხოვნაა ეს რა თქმა უნდა, ლევან კობიაშვილი ფედერაციის პრეზიდენტი თუ არ არის ფედერაციის ბრალი ეს და ფედერაციას არ აქვს ბერკეტები რომ კლუბზე ზემოქმედება მოახდინოს, მაშინ როგორც ვეტერანმა ფეხბურთელმა და ყოფილმა დინამოელმა ლევან კობიაშვილმა აიმაღლოს ხმა და თქვას რამე. მიუმართავ ქალაქის მერს კახა კალაძეს, რომელიც არის ჩვენი სახელოვანი ფეხბურთელი, რომელიც არის ყოფილი დინამოელი, არის ვეტერანი ფეხბურთელი, მერი ესაც არ გააჩნია ალბათ პირდაპირ ბერკეტები, მაგრამ ჩაება სამ საქმეში რაღაც გამოძიების ძებნაში, სირცხვილია. უფრო მეტად ჩემს მიერ ჩამოთვლილ პიროვნებებს უნდა წყინდეთ ეს ამბავი, ვიდრე მე. მიუმართავ ქვეყნის პრეზიდენტს. ბატონ მიხეილ ყაველაშვილს, რომელიც ასევე დინამოელია, ასევე ფეხბურთელია და არ ამგონია მას უხაროდეს დინამოს ასეთ დღეში ყოფნა. არ არის ბერკეტები, არ აქვს ეს რაღაც უფლებამოსილება, არ აუშვოს. დააჯდენ ვიღაცას, დაელაპარაკონ, დაარწმუნონ, გამოისყიდონ. არ ვიცი მე რაღაც კრან და ასევე პრემიერ-მინისტრს, რომელიც არ იყო ფეხბურთელი, მაგრამ ჩემს მიერ ჩამოთვლილ ხალხზე ნაკლებად ფეხბურთში არ ერკვევა და ძალიან უყვარს. მანაც მიიღოს მონაწილეობა. ეს არის ჩემი თხოვნა და მე დარწმუნებული ვარ, რომ 100,000-ობით თუ მილიონობით არა ხალხი შემოუერთდება ამ თხოვნას. გვიშველეთ რაღაც, არ ვიცი მე ვისი ბრალია, რისი ბრალია, ერთ კაცს ერთ გუნდს, ნუ გადავაყოლებთ საქართველოს, ნუ შევაჭმევინებთ ამ გუნდს რა. რაღაცა გვიშველეთ ხალხო, რომ ჩვენ დაგიდგებით გვერდში ყველას და გამოვთქვათ ჩვენს მოსაზრებას ვეტერანებიდან დაწყებული, აგერ ჟურნალისტები დამთავრებული და რაღაცა ქენით რომ ესეთი რამები არ ხდებოდეს. ეს არის ჩემი თხოვნა, დანარჩენი აგერ ვარ და ვისაუბრებ. აქ აუცილებლად დავამატებდი, იმიტომ რომ კალათბურთის დინამოს თემას მე არ შემიძლია ეს არ თქვა აქ. იმ წელს, როდესაც დინამო კალათბურთის დინამოს 60 წელი უნდა ეძეიმა პირველი გამარჯვების საერთოდ ქართული კლუბის ეურო არენაზე, მადრიდის რეალის დამარცხებას გულისხმობ, რასაც გრიგოლ რობაქიძემ დაწერა იმ მატჩის რეპორტაჟი რეალურად, ხო, ეს იმდენად მისთვის, აი ამ ხელა თქვათ კლასიკოსისთვის ქართული, ხო, რეპორტაჟის სახით არის, ხო, აი, ანუ იმ წელს გავარდა საქართველოს ჩემპიონატიდან. მერე გავარდა მეორე ლიგიდან და აღარ არსებობს. ანუ კალათბურთის დინამო საერთოდ არ არის. ეხლა თბილისის დინამო, თქვა, ეხლა უკვე იმასეც რომელი ჯობია, ის არ არის ქემაინც ხო და აი თუ მე გამახსენდა ეხლა დღეს, შეიძლება მე აღარ გამახსენდეს ხვალ და თქვა სხვასაც დავისწეს და ეს ეხლა იცი რა, აი 6-1 წავაგეთ კლაქსვიქთან, ხო? და ნუ რაღაცა იყო რომ თევზჭერა თუ რაღაცა ერთ სულ მოსახლეზე იქ მშპ მაღალი აქვს, თევზი უფრო მეტი მოდის იქ თუ რაღაცა იმაზე ერთ სულ მოსახლეზე 2 კილოგრამი კეფალია თუ რაღაცა იმაში ფარერებზე და ამიტომ გჯობიან ისინი ჩვენი არაფერი ხო მარგანეცი ხო გვაქვს რაღაცა ისა ბორჯომი იმაზე მეტია რა ის მარტო იმათი რანაირად არის ყველაფერი გასამართლებელი და ჩვენი არაფერი არ ვარ გადო რაღაც ამინდის უკეთესი გვაქვს ხო რაღაცა ღვინო იმათ ბალახი არ არის იმაზე რა კუნძულზე ბალახი ყინულია და დათვები და ხო ნუ რაც არის კაი დავერებით არის ის 6-1 იმან მოგიგო ქემაც 90 წუთში ეხა რო იყო ეს დავეწიოთ და გავასწროთ ამერიკას თუ რაღაცა ეხა ერთ ტაიმში წავაგეთ 6-1 ეხა შემდეგი რა უნდა იყოს თუ იმას თამაში დაწყებამდე წავაგოთ 6-1 თუ აი თან გაითვალისწინებთ 3-0 მოგებულიდან ანუ ხო არის თქვა სიტყვაზე ხა რა გამართლება აქვს მაგრამ შეიძლება თქვა 1-1 გაქვს ნათამაშები და იქაც უნდა შეუტიო და რაღაც მოხდა და უცბად დატრიალდა უბედურება მაგრამ 3-0 რო გაქვს მოგებული რა ვიცი ჟალგირის იყია და ვილერიალი ვერ უნდა გიგებდეს რა მე ხო შეიძლება რაღაცები ხა ჩვენ სტუმრებსაც მიცეთ სიტყვა რა თქმა უნდა მაგრამ რა არის რაღაცა ხო აი
დღეს ალბათ ცოტა უფრო არეული საუბარი იქნება, იმიტომ რომ ნუ ახლა ხელგულზე გამოდის. ხო, დაწყნარებულად, ახლა რაღაცნაირად ელაპარაკო, ამაზე დაწყნარებულად, ვაი, რაც ხდება რა, ახლა 7-ით 1-2-ით რამდენიც არის რა. ხო, რომ უყურებდი ახლა რომ არ დამთავრდა ეს არასოდეს რა. გესმის? ანუ ეხა რაღაცა გვაქვს, იცი, ისე წავიკითხე 2 მცველი ცენტრალური გვაქვს და იქ რაღაცა ის რა ქვია იმას ხელოვნური საფარი. ხელოვნური საფარი დინამოზეც ხო იყო. ეხა იქ პადელის მოედანს აშენებენ თუ რაღაცა. კაი, გამიგი ეხლა რომ პადელი სუდი კი არა, ჩემი შვილიშვილი დადის ხო, მაგრამ აღარ არის, იმიტომ რომ იქ პადელს აშენებენ ეხლა. აკადემიაში არის რამდენი. იქაც რაღაცას აშენებენ ალბათ. არის აკადემია და ეს ბაზარი. ხო, გარგებოდეს ამდენი რაღაცის აშენებას ერთი გუნდი ააშენონ. გავიგე მაგას ვიძახემეს. აი ხო თამაშობენ, კაი და მარტო დინამო ხო არ არის კაცო. და ის რა თორემ კარგად ითამაშა. ასფალტზე რო ითამაშა. იმასთან რა ქვია? ასფალტზე რო ითამაშა, იქა უნდა წაიღო. ზირა. ხო? 6-3-0 იქ 3-0 აქ. ეხლა ხო ვერ იყო. პაიდემ გა. ეხლა ვიფიქრე რომ ეს ზირა არის, აი იმიტომ რომ აზერბაიჯანი იქ რაღაცა ყარაბაღი იქ შევიდა ისა გამოვიდა და აი ბატონო ეხლა ისიც რო ჩახედო შეპ ნავთი აზერბაიჯანში მუშუპო არ არის, ფულია, მუშუპო არ არის. ნუ რაც არის ფული არის. იცი რა ეხლა უყურებდი მე. აი აზერბაიჯანი 26 ადგილზეა 55 ქვეყნის ისითვლება, ხო? 26 ადგილზეა 21 და 187-ია, კაი ამ წუთისთვის ესა კოეფიციენტი. ჩვენ გვაქვს 52 ადგილს და 6 და 150 გვაქვს. ანუ სამჯერ წინ არის 4 ლამის 4 ჯერ წინ ჩვენზე. ჩვენს უკან არის 3 ქვეყანა. 55-დან. მონტენეგრო ზანგამიგორდა რა ჩვენზე უკან. უელსი რომელსაც არ აქვს ჩემპიონატი თავს თამაშობს და კიდე რაღაცა სამოყვარულო ჩემპიონატი აქვს თუ რაღაცა და სან-მარინო. სან-მარინოზე დღეს თქვი მე რომ სან-მარინო იმხელა ქვეყანაა რომ ავტობუსი რო ჩერდება მძღოლი არის წინა მეორე ქვეყანაში იტალიაში რჩება იმიტომ რომ ამხელაა და ვერ ეტევა დიდი ავტობუსი რო ის რა არის ხო გადამული რო არის იმის მძღოლი უეჭველი იტალიაში რჩება რიმინია იქვე ქალაქ ყველაზე და მოგიგო არ მოგიგო სან-მარინოს გონდა ეხა კარგი აქ 6-0 წავაგეთ ამ ზირა ნუ ვიფიქრე რომ ზირა არის მადრიდის რეალი და ნუ ეს ყოფილა რაღაცა ხეცობა წავიდა და პაიდე რომელიც მარტო იქიდან მოცილო დინამოს მოუგო პაიდას ვიცნობდი და მოწედა კიდე სადგავიგე იცი პაიდე შვედეთში ვიყავი და ჰაკენს შეხვდა და სტადიონზე ხო არ წავიდე მეთქი ვიკითხე და სანამ მივედი 6 წელს აგედა ის პაიდე ანუ ეხა აი ამ პაიდესთან წავაგო იმ ზირამ ის არის და რა ქვია დილა არის და კი მართალია ისინი რა ქვია ერთი ეტაპი გაიარა იმას ისე სწორედ სან-მარინოს მაგრამ წააგო იმ სან-მარინოსთან ხო რაც კი ჯუჯა იყო სახელმწიფო ყველამ გაგვასწრო გიბრალტარი არის ჩვენზეცინ და ყველა გიბრალტარი ანდორა და წავიკითხე რაღაცა რომ იცი რა გულშემატკივარი არ დადის სტადიონზე და იმის ბრალია და გიბრალტარში ვინ დადის სტადიონზე ამისთან რა ალიოხოთი ახლა ესა რომ აგიჟებს ყველას და გიბრალტარში იმაზე რომ ამბობდნენ ხოლმე რა ქვია საბერძნეთში არ ჩახვიდა იმაში იმიტომ რომ ის არის რა ქვია ვულკანის ამოფრქვევას გავს და რაღაცას ახლა გიბრალტარში რა არის მაიმუნი მეტია ვიდრე ადამიანი ხო და ეხლა იცი რა ნუ სამარცხვინო სასაცილოც არა ეს ხო არ არის სასაცილო აქაც ეხლა 3-0 რომ მოვიგეთ ბჭო კი არისო ის გოლები ახლა დიდად სანახაობრივი თუ რაღაცა ერთი თავის კარში გაიტანეს მეორე ესპანეთის მოახერხეს რაღაცა მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში 3-0 მოიგე ხო დაგიჯდა ეს რა ქვია რაღაციდან ხო შედეგი მერე იყო გურიასთან მატჩი მესამე ლიგას დიდი პატივისცემა გურიას მოლოცვები ჩემი იმის რა ქვია ძალიან კარგი პროექტია და ველოდებით გურიას უმაღლეს ლიგაში ამასთანავე ეგერ ვალერი ჩოლარიამ სთან ვისაუბრეთ ამ თემაზე ხა მერაბ ჟორდანია ჩვენი მეგობარი აკაური ხშირი სტუმარი და რა ვიცი შენ მუშაობდი მთლად და მე ოჯახებით მეგობრობ და რაღაცა ხო ბუნებრივია რომ ხომაგო რატუნა ლაპარაკი მაგრამ მესამე ლიგის ეხლა მოვიდა რომ მისი შვილები მოვიდნენ ეხლა რომ უშველონ ამ გუნდს საშველად აქვს საქმე იმიტომ რომ 4 ტრიბუნიდან 2 დარჩა ტრიბუნებიც აღარ არის ფეხბურთელზე კი არის და ტრიბუნები აღარ ქონდა იმას სტადიონს ჯარში ჩააბარეს ძალიან მოვიდა ესა და მოუგო
დინამოს გააგდო თასიდან. ნუ კაი ვიფიქრე რომ ეს იმიტომ წააგეს რომ ნუ ამ იზადებენ ამისთვის და ამისთვის თუ ემზადებოდნენ 7-1 თუ 2 დასაგებად არ ვიცი ხა რა უნდა თქვა ხო და 7 თუ 8 ლეგიონერია მარტო აქ ხო არა გორის დილის შემადგენლობა რა წავიკითხე მე მეგონა რომ პატრის ლუმუმბას იმის უნივერსიტეტის იმას კითხულობდი რა ქვია სტუდენტების სიას კონგო გამბია განა გვინეა სენეგალი ნორვეგიელი არის ნიენეტო განა კიდე ნიგერია კოდივუარი და ლუმუმბა ბარემ წვნელა და აღარ დაჭა არაფერი და რისთვის რომ 7 თვე წააგო და მოგიგოს იმას სან-მარინო წვნელიან იმიანად აგერ დავთვალე დღეს თბილისის დინამო ქუთაისის ტორპედო 10 ლეგიონერი გუშინ თბილისის დინამო 8 და ახლა 6 ახალი მოყვანილი. ნუ ხო გამოვდგათ. ანუ იცი რა, რამდენიც ლეგიონერის მოვიდა იმდენ გონსუშვებენ. ეს შეიძლება გადაირიო ბოლოს ხო? თან ახლა იცი რა, იმას ხო ვერ იტყვი. დირკ შუსტერია. ხო? მწვნელი. ეხლა ბერგ შუსტერზე უკეთესი მწვნელია. ფეხბურთელი იჟობდა. მაგრამ ეხლა ბუნდესლიგაში იყო, ხო? ესე გავწო რომ ყველა მოგიგოს ნებისმიერ ტურნირზე. ეხლა დაგჭა დღეს ვისაუბრეთ დაგვირეკა რაღაცა სხვა თემაზე, იმიტომ რომ ეხლა UEFA-ს იმას ველოდებით, რა ქვია, დელეგატი უნდა ჩამოვიდეს, იმიტომ რომ ნუ ერთი გუნდი დაგჭა, ხო? იბერია და იმის იმედად ვარ, რომ იქნებ ეს მაინც მოხდა და ძალიან სამჯერ თუ არ გავარდა, გადის ჯგუფში. ხო, ნუ ხო. ძალიან კარგი შანსია საიმის რომ მართალია ეს რეალური შანსი. ხო, მაგრამ იცი რა არის ეს თან ეს ჩრდილოეთ ირლანდიას ჩვენზე წინ არის 51 ადგილზეა და შეიძლება ამასაც გადაუსვათ მოვიგეთ კიდე რა. 9-0 საბოლოო ჯამში ცერვენაზვეზდათან რო აგებ 9-0 ხო? იქ ნუ კომენტარისად მეტია რა. მაგუნს უნდა გავცდეთ ეხა იცი რა კომენტარისად მეტი რა გითხარ ერთ წააგე იბან ორ თამაში წააგო ის შენ ერთ თამაში წააგე ლამის ხედნავი. არა ვერაფერს ვერ პროგნოზირებას ვერ ვარ ამაზე არ ვარ ხო ეს დინამოა ის არის. არა იცი რა მე ძალიან არ მინდა წინ გაუსვო მოვლენებს რაღაცა თქვა კიდე რაღაცა დათოსო კიდე ხო მეტი რა უბედურება უნდა გავიმართოს არ ვიცი მაგრამ ნუ ამას ხო და ამაზე საუბრობდი ესმის იქ ტარიელთა და ხა ჩვენ ვაჩვენებთ 6 თამაში გადავეცით ამ ივლისში ხო მსოფლიო ჩემპიონატის დღეებში იყო ეს მატჩები და ნუ იქ კი ჩანდა ეხლა რომ მადამაინც ამ მსოფლიო ჩემპიონატის ფონზე სად ვიყავით ჩვენ და ვისაც ვეთამაშებოდით ისინიც ეხლა ხო ჩანს ეხლა ეს გასაკვირი არ არის იმიტომ რომ არც ხვები სხვა გუნდები და სხვა წყვილები წინავენ ამ ფონზე მაგრამ ნუ რაღაცა ეხლა ველოდებით რომ აი ეს ორი თამაში ეგება და რაღაცნაირად იმიტომ რომ ესეც კიდე შანსი არის ეს რო გავიაროთ ეხლა ჯგუფი გარანტირებული კონფერენს ლიგის და იქით კიდე და კიდე თამაშობ იმაზე რა ქვია ევროპა ლიგის პლეიოფი და ღმერთთან უკრავს და კიდე თუ აი ესეც ვერ გაიარე კიდე გაქვს შანსი იმისი რა ქვია ერთი თამაში და თუ ვერასოდეს ვერ მოუგეგ ესმის თუ მაშინ აღარ ვიცი ახლა მეტი რაღა უნდა გამოიგონონ ახლა მეტი რომ ყველა თამაშს აგებ და მაინც გადიხარ საყაცა დაახლოებით ეგრეა ხო და არ ვიცი და ნუ ერთი გუნდი დაგჭა რომელზეც ნუ მართლა აუქს როგორ ვიცი სურო წავაგოთ ეს თამაშიც მე კიდე ერთი თამაში გვაქვს რომ ამიტომ იმედი გვაქვს რომ ეხლა მაინც წელს მაინც ქართული გუნდი ამას თუ მოვიდა გასული ვარ ამას ჯგუფში ვარ და მე მაქვს ჩემ მოსაზრება მაგის შესახებ კარგი მოდი ჩვენ სტუმრებსაც ლაშა რამეს სტუმრებს მოусმინოთ და მე ჩავერთვები კიდევ ერთი ფაქტორი რაზეც თქვენი ყურადღება ხშირად ამაზე გისაუბრია თქვენ აი ბიზნესს ვთქვა 10 ლეგიონერი 7 ლეგიონერი ერთხელ თქვი მე აქ რომ ქუთაისის ტორპედოში მთელი დინამო თბილისი თასს რო იგებდა ნახევარი გუნდი ქუთაისის ტორპედოდან იყო წამოყვანილი და თვითონ ქუთაისს რა გაუჭირდა იმის ფასი რომ სულ ლეგიონერები იყოს იქ და ქუთაისელი ბავშვი არ თამაშობდეს ბიჭი ნუ ახალგაზრდა არ მოდიან ვერ იტყვიან იმიტომ რომ მოდიან სხვაგან იგივე გორში იგივე თბილისში რა ვიცი ყველგან და ისი თქვა თქვენს მოსაზრებებს ესეც დაამატოთ რომ აი რო არ ყოლოდა 7 ლეგიონი რომელიც ალბათ ანაზღაურებით უფრო მეც იღებს ვიდრე აქაური ხო აბა ის ხო ჩამოდის ლოგიკურად ეგრეა ხო
რო არ ყოლოდა და მარტო მე არა ვარ დაზიანებული. მე მგონია რა ის რო ვლაპარაკობთ ტურისტული ბუმია ეს ამ ხალხის ხარჯია რო რაღაცა ჩამოდის ფეხბურთს ვერ თამაშობენ აბა და ეთყობა რაღაცას მაშინ იქნება ეს რო ჩამოვიდა და რაღაცა იყიდა ეს საფარი გადმოკვეთა კულას კამპოტი თუ რაღაცა იყიდა და აწია ჩვენი ეს ეკონომიკა აბა ეს 50 კაცი ეს მიმიცი რა ქვია სტატისტიკა ვინ არიან ეს ეთყვი ვინ არის რაში გამოგვადგა გოლი ვერ გაიტანა და 50 გაუშვა. სამაგიეროდ ის ფასი რაც მასში არის გადახდილი რეალურად შეიძლება არ ღირს ის ფასი ეგენი და ხალხს გარკვეულ ხალხს აწყობს მათი ჩამოყვანა ეხა ყველას არ გულისხმობ მაგრამ ბევრს ეგრეა და ის ხელფასი შეიძლება არ ეკუთვნის იმდენი მაგრამ რაღაცა ხდება. ანუ მე ესეთი ისე დაამატო თქვენ მოსაზრებას რომ რო არ ჩამოგვეყვანა ეს ლეგიონერები და სულ რო აი აკადემიიდან გაზრდილი ქართველი ბიჭებით გვეთამაშა ყველას იმასაც მით უფრო აკადემია ყველას კარგი გასცო. ამაზე უარესი თქვა 10-ით 2-ს წავაგებდით თუ რა გონიათ აი რა მოხდებოდა უფრო მეტი უბედურება გისმენთ აკაკი დავიწყოთ ხო აი ლევანის საწყის სიტყვიდან მინდა რომ აი პირადად ჩემთვის აი ამ ფორმაციის დინამო ეხლა რაღაც გააზრებულად კი არა აი სულთა ემოციების დონეზე ვამბობ ჩემში მაგალითად არანაირი მათ ბმა იმ ძველ დინამოსთან არ აქვს სახელწოდება ეხმიანება ოღონდ აი ერთი დღეს თუ გუშინ დღეს წავიკითხე სადღაც აი მათი ასე ვთქვათ ესეთი ისყავდათ წინაპრებივით ხო ჩამოთვლილი იყო გვარები და მე არ მიმაჩნია რომ მათი ის არიან აი მომდევნო თაობა ის იყო ცალკე გუნდი მე მაგალითად მათ ვერ განვიხილავდი აი დინამოს აი დინამოს მემკვიდრედ ასე რომ შეიძლება კი ყელყელაობენ აი თასების თასი გქონდა და ისა მათ არანაირი კავშირი იმათთან არ აქვს. გოდიშდეს რამდენადაც ჩემთვის ცნობილია. ხო. თავს ვერ დავდებ, მაგრამ 90% დარწმუნებული ვარ, რომ ოფიციალურად სამართალ მემკვიდრეც არ არის ეს დინამო. აი εμის თქვა მინდოდა თუ არ ვცები აი დასახელებაც კი სხვანაირია და რამდენადაც ვიცი სასამართლო ისიც მიმდინარეობდა. მათ შორის და ლოგიკურიც არის, იმიტომ რომ აი ბიძინამ საკალათბურთო ისახსენა აი მსგავსება რა არის რომ ესე მგონია არც ფიფიას და სამწუხაროდ არც ზაზა ფაჩულიას აი რაიმე სენტიმენტები დინამო თბილისის მიმართ არ ქონდათ ისე გაიზარდნენ სხვათა შორის ეს ქართული სამწნელო იმისისა მე ბევრი კალათბურთელი ვიცი რომელმაც არ იცოდნენ მაგალითად რომ 62-ში ჩემპიონთა თასი დინამოს რეალთან ჭიდულში ქონდა აღებული. ესე იგი რა არის კალათბურთელისა მწნელი არ ყავდა პრაქტიკულად იმას, ხო? მწნელმა ამით უნდა დაიწყოს, ხო? შენთან რომ მოდის კალათბურთელი, ამით უნდა დაიწყო. მით უმეტეს თუ დინამოში მოდის. ერთხელ მახსოვს ნიჩბოსანს ვკითხე ის, იცი რომ ოლიმპიური ჩემპიონი ყავდა მეთქი, კრატასიუქს გულისხმობდი, არ იცოდა. ესე იგი მწნელი არ ყავდა. რა თქმა უნდა ყავდა, აბა ისე ნიჩბოსნობაზე ვინ ივლის, მაგრამ ცნელი იმ გაგებაში რაც უნდა იყოს ხო აი ეს არის რა მინდოდა კიდე მეთქვა რომ ნუ თვითონ ეს გარჩევა არ ახალია ეს და რო გითხრათ აი კიდე ვიმეორებ აი ეს დინამო უკვე კარგი ხანია აი როგორც ქომაგობ ჩეულებელ სხვა ქართულ კლუბებს ისე დონეზე მე მაგალითად აი პირადად ჩემში რო ვთქვა რომ აი ვინმეზე მეტად წინა აი ნამდვილად იმას არ თამაშობ ეხლა აი პირდაპირ აბსოლუტურად იმასთან არა დინამოს ბმა ნაკრებთან გააქვთ აი დინამო ჩაანაცვლა ნაკრებმა მაგას თქვა მინდა ხო ის დინამო ჩაანაცვლა ნაკრებმა ეგრეთ იყო ხო
მე კი არ ვამბობ, რომ აი გასატეხი ისინი არ ქონდა, მაგრამ ის აშკარად ჩაგი ის დინამოს რა არ ქონდა, არ გვიკლავდა ხანდახან გულს. კი, რა თქმა უნდა, როგორ არის. არა, ეხლა ფეხბურთი. ხო, ეგ არის ფეხბურთი, აბა რომელი გუნდი. რომელშიც არ შეიძლება სულ იგებდე. რა საკვირველია. ტოტენჰემთან მაგას გიოდები, ტოტენჰემთან აგებდი მაშინ და არა, ტოტენჰემთანაც აგებდი ლევერკუზენ და ბოავისთან, რომელიც ფინალში გავიდოდა. ეს ჩემ გვიანზე გეუბნები იმ გათამაშებაში ფინალში გავიდა ის ტოტენჰემი ფინალში გავიდა მაშინ, აბა ფეინორდთან. ხო და იმას განიცდიდი და ჩივაძე რო ახსენე, მაშინ ჩივაძე მაგას ხშირად ამბობს ხოლმე იმეორებს, რომ მე გამაგდეთ იმასთან, რა ქვია, ინგლისთან წაგების გამო, რომელშიც გასკოვინიძეს ბეკემი ყავდა. ეხლა მოგიგო 2-0 წავაგეთ. ბილინკიმ თუ ვიღაცამ გაგვიტანა აგერა გვაჩვენებენ 3 აი კიდე ის მინდოდა აი ლევან შენ ბევრი რამის და მით უმეტეს ამ საქმის ასე ვთქვათ გურუ ხარ შენ აი ამ ანგარიშზე 7 თორზე შეიძლება გახვარ დადებულა ფსონის ამ ფსონები იცი რა ან რა რეგიონში მე ეხლა რა თქმა უნდა მაგის წვდომა მე არ მაქვს მაგრამ UEFA-ში არსებობს სპეციალური ორგანიზაცია რომელიც იკვლევს ესე საეჭო დიდი ფსონების არსებობა საეჭო ეგ საინტერესო სხვადასხვა FIFA-საც გადასცეს ეხლა გარკვეულ მეცეს გეტყვი ეხლა თამაშის დაწყებამდე თუ დაიდო ხო პრევენციული ზარი და გაფრთხილება არის და ხანდახან აგზავნიან წარმომადგენლებს და გეტყვით მაგას ხო ნუ UEFA-ში ხა რა თქმა უნდა კავშირი აქვთ ოფიციალურ ტოტალიზატორებზე ეგ საუბარი და არა აზიურ რაღაც იატაკქვეშეთთან საიდანაც უფრო მეტი საფრთხეა ხოლმე რეალურად და მალაიზია ხო და იქ არის ანუ როგორ არის რაღაც ბოლო ნაბიჯი რაც გადაიდგა დაუშვათ ამ ფსონებთან დაკავშირებით რომ აი აკონტროლებენ ძალიან ანუ წინასწარ ფსონები არიდება ლაივ ფსონები მიდის მერე და ამასთან ზოგ ქვეყანაში და ზოგ იმაში უთხრეს რომ ესენი აკრძალეთ თუ გინდათ რომ ანუ თამაშამდე უფრო გასაკონტროლო რომ დაიწყება თამაში მერე უცებ მიდის ეს ფსონები და იმის გამოძიება წინასწარ რთულია ამიტომ წინასწარ იყო შემთხვევები სომეხი მსაჯი დაიჭირეს მაგალითად მაგაზე რომ ლევონმა რას თქვა რომ თავიდანვე უბრალო თამაშზე სადაც სტატისტიკურად საშუალოდ იდება რაღაც გარკვეული მცირე თანხა და უცებ ესეთი ხარისხის თამაშზე შედის დიდი თანხა კონკრეტულ ფსონზე და ამ თანხას საკმაოდ რისკიანზე ანუ ისეთზე რომ აი ხა უბრალო ადამიანი რომელიც რაღაცაში ჩახედული არ არის და კავშირები არ აქვს ამას არ გარისკავს ანუ ლოგიკაში არ ჯდება შესაბამისად იქ ინთება ეს წითელი ეს შუქი და ამაზე დამატებით დელეგატი და მაშინ ჩავიდა დამატებით დელეგატი იმ თამაშზე და გააფრთხილა მსაჯები რომ ჩვენ თქვენზე პირიქით არანაირი ეჭვი არ გვაქვს იმ საჯეთ შეულებრივად, მაგრამ ამისთვის ვარ ჩამოსული და იქ რა მოხდა იცი? თურმე ამ საჯს ჰქონდა თვითონ პული დადებული. თავის თამაშზე. ეს და იმ გუნდს პირიქით, ანუ ეს დებდა პენას ისინი აცილებდნენ. და ბოლოს ისე მოხდა რომ ვერც პული ვერ მოიგო და თან დაიჭირეს რა ციხეში იყო რამდენიმე წელი. ხო, ეგეთი ანუ აი ესეთი პირველი ნიშანი რაც მოდის, აი უბრალო თამაშზე სადღაც UEFA-ს თამაშიც არა, აი უბრალო თამაშიც შეიძლება საქართველოს ჩემპიონატებზეც მოსულა რამდენიმე წელი UEFA-დან და დარწმუნებული ვარ ეხლაც მოდის, უბრალოდ საუბრები არ არის ამ თემაზე, თორე ადრე თამაშების საერთოდ წინასწარ ჩაშლაც მოხდა, რომ ჩავიდნენ ფედერაციიდან და თქვეს რომ აქ რაღაცა ცუდი რაღაცა უნდა მოხდეს და ამიტომ ეს თამაში არ ჩატარდება. და ესეთი ბრძოლის რაღაც მცდელობაც იყო, მაგრამ რა ვიცი ხო აი ბიძინა კიდე აი შენახსენე ამ პასუხისგებლობის შესახებ, ხო? რომელიც პრინციპში ვერ გავიგეთ ვის უნდა მიმართოს, ხო? თითქოს ფედერაცია ჩემპიონატს ატარებს, მაგრამ აი კერძო კლუბები არიანო, ამაზე ეს გადაცემაში ქონდა, ხო? პრინციპში პრაქტიკულად ყველგან არის ეს იყოს მაინც ეხა რა ვიცი, ყველა ქვეყანაში რაღაცა ორგანიზაცია ჩემპიონატი დელეგირებულია გარკვეულ
ლიგები, მაგრამ არა პროფლიგებზე და ასე შემდეგ. სხვადასხვა სახელია, მაგრამ არსი არსი ერთია. არსი ერთი და იმ ფედერაციას მაინც აქვს გარკვეული ბერკეტები, სამსახური არბი, რასაკვირველია, მაგრამ აი ეს თვითონ ორგანიზაციულად ეს ჩატარების ისინი ცალკე ორგანიზაცია. ეხლა აი რა არის საინტერესო ეს პრეზიდენტი იძახის რომ წაიღეთ დისტანცირდება ფოტოჟურის საკლუბო წაიღეთ ისა უბრალოდ ყველას თანხმობაა საჭირო. ხო, ეს რასაკვირველია, ეს სხვა ეს არის ჩაჭიდება, ესე იგი არ უნდა ამის გაშვება და საინტერესოა რამიზ პრინციპში საქართველოს ახლა რამიზეზი უნდა იყოს და სხვაგანაც ვიცით ეს არის მხოლოდ მატერიალური ის აი გარკვევა უნდა რაიმიდან იმიტომ რომ ეს ვეტოს უფლება ანუ რას ამბობს ორი ლიგა უმაღლესი და არა კი და მეორე ლიგა ხო კი ალე იქიდან ერთმაც შეიძლება დაბლოკოს ეს ამბავი აი ერთი კითხვა მაქვს ან თქვენ თუ მოგეცემათ საშუალება რო კითხოთ აი ფედერაციის პრეზიდენტს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებისას რო არჩევნების სუბიექტს ჰქონდეს ვეტოს უფლება დაუშვებენ საერთოდ გაკეთდებოდა აირჩეოდა პრეზიდენტი ხო ნებისმიერი არჩევნები ხო დაიბლოკებოდა ეს ამბავი ერთ დაბლოკა აება კობიაშვილს 99 ხმა მე ასე წინააღმდეგი აქაც იგივე სიტუაცია. როგორ მით უმეტეს იმ კლუბებში ერთი-ორი ყოველთვის აღმოჩნდება. ამ ზუსტად აი ესე ვისაუბრი ამ გადაცემაში, როცა პროფილიგაზე და არგუმენტი ეს მაქვს მეც პირადად, რომ ეს ახლა განცხადება ის რომ კი ბატონო აგერ არის მოიყვანეთ სპონსორები და ჩაატარეთ, მაგრამ ყველამ ხმა რა მიცეს ამას და ამ დროს იცი რომ ყოველთვის აღმოჩნდება გუნდი რომელიც პირდაპირ კავშირზეა ფეხბურთის ფედერაციას და ამას დაბლოკავ თუ აი მაგალითად უნდათ ხო აი ხვალ რო თქვას ფედერაციამ რომ მე როგორც თქვა ლიგა ხო იყო იქ რამე არჩევნები ჩატარდა რამე არჩევნები ჩატარდა პირდაპირ გამოაცხადა ფეხბურთის ფედერაციამ რომ უნდა ჩატარდეს პროფესიული ლიგა დააყენეს კანდიდატი მაშინ დიმარამიშვილი იყო დააყენეს კანდიდატი და ვადაბუ გენერალდივანი და აი ეს ხალხი თანახმავართ ჩაატარეს კი ბატონო არაფერი არ ყოფილა იქ ყველა გუნდისთვის არ უკითხავთ დარწმუნებული ვარ მაშინაც გამოჩნდებოდა გუნდები რომლებიც იტყოდნენ რომ არ გვინდა ჩვენ ლიგა აი თუ უნდათ ჩატარდება მაგრამ არ უნდათ რეალურად გერმანიის საფეხბურთო კავშირმა ხო იქ როგორ იყო იქ ვეტოს უფლება ბუნებრივი არა ვისაც არ გინდათ უბრალოდ სხვა დონეზე იასპარესე. ქვემოთ ითამაშეთ. მოყვარულთა რეგიონალური ლიგის დონეზე ისა. კი ბატონო, სანდროც ჩავრთოთ. ისე რომ პროექტი ჩაშალო. ხო. ხო. ნუ პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობელი ვარ თქვენი, ჩემო მეგობრებო, ჩემი ლევანის, ბიზნესი და ლაშაში. რომ ეს არის საგანგებო შეხვედრა მე ამას ასე დავარქმევდი, იმიტომ რომ შენ მიესე ამას ეს სახე და სწორედ არის. სწორედ არის, იმიტომ რომ ამაზე კატასტროფული ვითარება მე უბრალოდ არ მახსენდება რა ისტორიაში. ესეთი უსუსული დაუცველი თავი არ მიგზნია და გუშინ ძალიან დისკომფორტში ვიყავი და მთელი ჩემი სამეგობრო მირეკავდა, რა ვიცი და დიდი მადლობა რომ მეძლევა საშუალება ეხა ჩემი ნაზრები გითხრათ რა. ჩემი ძოლის ძმა წერს ყოველთვის კომენტარში გია ლაფაეზია უშველეთ ვინმე საქართველოს ფეხბურთს ფსკერზეა. ხო და მე ვეკითხე ვის მიმართავ მეთქი და დღეს მე ვერ გავიგე ვის მიმართავს, მაგრამ დღეს რასაც დასვით საკითხი ვინ უნდა ითავოს ეს, იმიტომ რომ უყურეთ როგორ არის წელიწადში ერთხელ ვისაც ჩვენდეს ფეხბურთი გვიყვარს ველოდებით ამ ივლისს მიმედით რომ ევროტურნირს ვნახავთ. ივლისში იწყება, ივლისში მთავრდება. ესე იგი, რა ბედნიერია ესპანელი, იტალიელი, ნებისმიერი ადამიანი წელიწადის მთელ თვეებში უყურებს. ჩვენ სტანაკრებო ფანჯრები გვაქვს, ისიც არ ვიცით, ჩავარდება თუ არა. ერთ სიტყვით უბედური ხალხი ვართ, იმიტომ რომ ფეხბურთი ძალიან გვიყვარს და ფეხბურთი არა გვაქვს. მე ვიცოდი, რომ რაღაც მაგდაგვარი მოხდებოდა, რატომ? იმიტომ რომ ერთადერთი იყო ტორპედო ქუთაისი სადაც არ მომხდარა არანაირი ცვლილება არც სამწეო შტაბში და არც ფეხბურთელებში.
იყო დირკ შუსტერი, დარჩა დირკ შუსტერი, იყო ერთი წელი მოსამზადებელი პერიოდი და ეხა წინისყრაში არ გაგვიმართლა ბიზნეს თქმის არ იყოს აზერბაიჯანის მეხუთე ადგილოსანს რო ხდები, ხო? ეს ხო საფახიც არ არის და ყარაბაღიც არ არის, ხო? ორივეგან 3 ნულს რო აგებ, მარტო დირკ შუსტერი არ იქნება იქ დამნაშავე, რა თქმა უნდა. კარგით მოვინელეთ ეს ტორპედო. ის ზირა თუ არ ვსები არ ელოდა ხო იმას? არავინ არ ელოდა რომ ესე მოგვიგებდა. არა, სხვა რამე. ახალი შეკრებილი ერთი ხო, იმიტომ რომ არ ეკუთვნოდა მონაწილეობა და არ დავარჯიშები მართალია, შემთხვევით მოხდა. შემთხვევითმა მოუგო სახელდახელო შეიკრიბენ და მოუგო. მე არ მინდოდა ეხა ტორპედო დამოვინელეთ, მაგრამ გამაკვირვა ძალიან რომ აი დილა ესე უპატრონოდ მიაგდეს. 3 წუთნელი შეისვალა. ღვთისმწყალობით მოვიდა ქეცბაია, მეთქი გვეშველა და ნუ დინამოზე მე ვისაუბროთ. ეხლა ძირითადში დილაზე ლაპარაკი გავაკეთო რა. ღვთისმწყალობით ვისთვის? ნუ მე მეგონა რომ დინამოს ხსნისათვის რა. მაგრამ აგვიშთა 7 თონის დონეზე შევიკრიბეთ. ნუ რა ვქნათ, ეხლა ვითარება ესეთია. დილაზე მე რომ ვნახე ეს ბერძენი შეშინებული თვალებით ვირტუსთან თამაშის წინ 3-1 აქ მოგებული და კომენტარი გააკეთა რომ ვირტუსიო ძალიან ძლიერი გუნდიაო და შანსები გასვლის გვაქვს 50-50-ზე. აბა კარგად იყავენ უთხარი რა დილასთან დამთავრებულია და დამთავრდა კიდეც. ეხლა უყურეთ რაზე დავფიქრდი ამ მომენტში რა. უბრალოდ რომ დავიანგარიშოს მარტივად. აიღონ ეს ლეგიონერები, რომელიც აი ბიძინა რო ჩამოთვალა გვინეა, რა ვიცი, ბურკინა-ფასო და ესენი. ერთად ავიღოთ და შევაჯამოთ რა ფასი გადაიხადეს ამაში. და იმ ფასში ვიყიდოთ ერთი კარგი ფეხბურთელი. ნუ თქვა ფლამარიონი გამოგვადგა სიტყვაზე ვიძახი, ან მაგდაგვარი ხო, აკინო. და დანარჩენია ავკრიფოთ აკადემიიდან ეს ბიჭები, ხო? ამაზე უარესი მართლა რაღა უნდა მოხდეს. დათვალონ ელემენტარულია. ესე იგი ნება არ არის კეთილი ნება და სურვილი ამის გაკეთების, თორე არა თვლით არისო, დათვალონ და ნახონ რომ ის თანხები რაც ამდენი 8 ფეხბურთელში იხდიან, 1-ში ან 2-ში რო გადაიხადონ, კარგ ლეგიონერს ჩამოიყვანენ. ესკალანტე დაიწუნა თავის მე 100-ჯერ თქვი ესა 100-ჯერ მოყვავდა ეგრეს ესკალანტე. არაო, თან მე ინტერესი და მე არ მქონდა. ამბობდე რომ ჩამოვიდი ბოკაში თამაშობდა მაშინ და წაიყვანეთ ხელფასზე გადაუხადეთ. არაო, არ გამოგვედგებაო ჩვენ რომ მე ვიღაცა კაცი ჩამო ბიძა თომას ქოხი და ეს ბიძა თომას მამამედაშვილი ჩამოიყვანეს ვიღაცა და მიყვა იმ თომას და ესკალანტე წავიდა აქედან და საქართველოსში ჩამოუსვლელად მოხდა ეიბარში და მერე ლაციოში და ეხლა კიდე სამხრეთ ამერიკაში აგრძელებს თამაშს. ანუ ამათვის იყო ესა დამღუპველი. ეს შემოგთავაზეო და ეს წინადადება მინდა რომ აი რეალური იყოს. აი ჩვენ ამ გადაცემიდან ისე გავიდეთ რომ რაღაცა უთხრათ ამ ხალხს და ნუგონიათ ეხლა რომ ჩვენ ექიმები ვართ, თქვენ ჟურნალისტები ბრძანდებით. იცით რა არის ყველა მეპურემ გამოაცხოს. არ არის ეგ ფეხბურთი ყველას გვეკუთვნის. და ზოგიერთი ადამიანი ამით ცხოვრობს და გუშინ ჩემმა მეგობარმა მითხრა, ჩვენ კურსს ვაცხობთ, მე მგონი თქვენ გაშინო ჩვენში. ხო და არა, რაში ძახიან იცით ზოგიერთი რომ ყველაო როჭკვიანი გახდაო რა, ეგრე არ არისო რა, არიან ხალხი ესეთი, რომელიც მუშაობენ, ფუნქციონერები, რომელიც ფეხბურთში არიან და მაგრამ საიდან მოვიდნენ არ ვიცით, ეგ არის თავი. ფეხბურთში არიან, მაგრამ ფეხბურთში და არ მოსულან. გულშემატკივარმა შეავსოს ტრიბუნები. ოღონდ არაფერი არ ეკითხებოდეს. ოღონდ არაფერი არ ეკითხებოდეს. აი მაგას ვიძახი სწორედ. ეგრე არ შეიძლება. თვითონ იძახია რომ მე კოლეგაზე ვერ ვიტყვიო ვერაფერს. ხო, ანუ წუწეთ რამე შეეშალა ისა არა. ეგ ჩემგან არ გამარჯვება. შენი ტყვი და ეს შენი სიტყვები მოყავს აკაკი. შენი სიტყვები კი არა, შენ როთქიო გელეციაში. მივადექი მენტალიტეტი. ეხლა მივადექი უშუალოდ მენტალიტეტი. რა თუ და წუწელობა ხა ეს ომლეტი როა. კაც მოწამლავდა და არ ვარგოდა არაფრად. რა თუ ეხლა მას ფეხბურთის წუწნელობა რა. აი მენტალიტეტს მივადექით. უყურეთ
ჟალგირისთან 3-0 ვიგებთ 30 წუთი რა. რატო შევწყვეტეთ ეს? და რატო გააკეთა ჟალგირისმა ის, რომ ბურთი გადაგვახია თავზე? აი ეს ორი მენტალიტეტი აიღეთ, უბრალოდ მე მინდა რომ გავამარტივო სიტუაცია, მე მგონია სანდრო რომ ჟალგირისთან თამაში რაღაცა ის ჟალგირის აიჭრა ძალიან. რეალურად ესეთი სუსტი პირველ ტაიმში რაც მან ითამაშა არ არის ეგ ჟალგირის, მაგრამ ეხლა რა თქმა უნდა არც გრანდი არ არის და გრანდიც რომ იყოს ესე ვერ უნდა გიგებდეს, მაგრამ ჩვენ ნუ დაგვავიწყდება. მე მაგალითად ჟალგირისთან თამაშის წინ თქვათ ესე არხეინად განწყობილი არ ვიყავი. რატო იცი? აკაური თუ აკაური, იქაურიც სიმართლე გითხრა, ხა გასვლაში დარწმუნებული ვიყავი, რომ წავაგებდით უშვებდი. როგორც ყველა რა. ხო, მაგრამ ჩვენ ხა რაღაც გუნდების სახელები, ვიცით რაღაც არ ვიცი, ლუქსემბურგის გუნდების სახელები ხა რატო უნდა იცოდეს ფართო საზოგადოება, მაგრამ მე ვიცი რამდენიმე გუნდის სახელი და ბიძინემ ალბათ ყველა იცის, მაგრამ მონდორფი არ ეცოდინებოდა. არავინ ადამიანი მეგონა. არავინ არ ვიცოდით და ეხა არ იყო საგანგაშო ნიშნები უკვე სახეზე, როცა გასვლაზე 2-0 იგებ, 2-1 მოიგებ, ჩამოხვალ და დამატებით დროს თამაშობ ლუქსემბურგის გაუგონარ გუნდთან. ეს უკვე ხო საგანგაშო იყო. ეს ნიშნავდა იმას, რომ ჟალგირისთან ვერ ვიქნებოდი წრად. მე მოვტყუდით იმ პირველ ტაიმში. ფაქტიურად რეალურად 2 გოლი თავის კარში გაიტანეს იმათ. კი, ჩვენებმა განაც ცუდად ითამაშეს. იყო რაღაც გამართება, იქ ვითვერეს კვარაცხელია, იქ ფინტი იყო რაღაც, მაგრამ გოლები გავიდა აბსურდული და ამით იმას კი რომ შეიძლება ესეთი გოლიც დაიმსახუროს გუნდმა და იმან შეცდომა დაუშვას და გავიდეს, მაგრამ 3-0-ს რომ მოიგებ, რომც არ იმსახურებდეს 3-0-ს, ხო? ეს თუ არ არის მართლა ლევერკუზენის ბაიერიან ეხლა არ ვამბობ პირველ გრანდებს, მე მოვყვები აქეთ ცოტა ვიღაცა, ხო? ასე წახვიდე და ჟალგირის არ ვიცი, მე აკაკის კარგად ეგ არავინ არის 7 ბურთი გატანელი შეიძლება არ ქონდეს არასდროს. ფეხბურთში მე ვამბობ რა ისი ოხო არის ორი ჟალგირისი ლევან რატო წავიდენ ბოლომდე რომ აი ბოლომდე გაგვიკეთეს ყველაფერი და წავიდენ ჩვენ რატო გავჩერდით 3-0-ზე აი მე მაინ აი ორი სხვადასხვა მენტალიტეტი აი უყურეთ 30 წუთია 3-0 არ შეუძლიათ სანდრო რატო გაჩერდი რა არ შეუძლიათ აი ეს 3-0 როგორ შეძლებს? ბიჭო, იმაზე რა ქვია, 94 წუთამდე თუ რაღაცამდე იყო ამ მეორე საჩვენო ანგარიში. თან პენალტი იმათ გააფუჭეს თავიდან. ცოტა ცუდ ხასიათზე არიან. ჩვენ გავუტანეთ. 45 წუთი ქონდა. შენ ყველა გავიდა. შენ დაიწყე. კარისკი რაც გადავიდა და გავიდა დაიწყე მეორე ტაიმი სამბურთიანი უპირატესობით. აბა. მეორე ტაიმი დაიწყე სამბურთიანი უპირატესობით. მე კიდე 3-1-ზე გოლი გაგაკ ვაწაძეს ახლა ვენაცოლე თავის ძოზეს კარგი იყო, ეხაც ყველას ჯობია მე რომ მკითხო და ეხა ის გოლი ხო არ იყო ლოგიკაში ჩასული არა 35 მეტრიდან კარგად კი შეასრულა არ უკარგავ მაგრამ ფეხებს შორცელს გაუძრა იქ ძელს მოხდა მეორე ძელს მოხდა მესამე ძელს შევიდა კარში ხო ეს ხო არ იყო საგოლი იმ წუთას გავიტანეთ და ეგრევე გაგვიტანეს ცენტრიდან გაათამაშეს და ეგრევე ხო და მაგიტო ვამბობ რომ რა ვიცი არა ნახე არ გაგვიმართლაც დღეს ხუმრობდით რომ ვიღაცებმა რომ მკითხეს რომ რა დაგვიმართა აი რა იყო იმდენად უსუსურ თქვენი სიტყვების არა იმდენად უსუსურად გძრუნდით თავს რა უნდა ლოგიკური და ესე სერიოზული პასუხი არ გაგვიმართლა თქო ვიძახდი აბა რა უნდა მეთქვა აი არა ნახე ეცერაში ასე სად ვართ ესეც კარგად მოგვესმენს სად ვართ რა ეხლა გავიგე მე რომ რეიტინგი ნებისმიერ რეიტინგი აქ საფეხბურთოც იმისიც არის პირობითი რაღაცა ხო ეხლა და თქვათ ყოველთვის არ გამოხატავს რეალურ თანაფარდობას ბევრ რაღაცა დეტალზეა დამოკიდებული აქეთური იქითური რაღაც მილიონი რაღაცა მაგრამ აი ვიღაცაზე ხო აკეთებს სწორებას არა შენ აი რაღაცას უნდა გავუწევ გასაგებია რომ ინგლისთან რომელიც არის ამ საკლუბო რეიტინგის ლიდერი სადღეისოდ იმასთან რომ ჩამორჩენა გექნება გასაგებია თუმცა როცა ინგლისს აქვს 98 და 5 და შენ გაქვს 6 და 1 გაიგე ეს ნიშნავს რომ შენ რაღაც სხვა სპორტს თამაშობ ხო იმიტომ რომ ამ ხელა ეს ხო არ არის რაგბი სადაც
ვთქვათ პატარა უპირატესობაც კი გუნდის დიდ იმას იძლევა, რა ქვია, შანს გამარჯვების, იმიტომ რომ ოდნავ ძლიერი გუნდი ყოველთვის საბოლოო ჯამში, 99.9 შემთხვევაში იმარჯვებს, ხო? და ინგლისს ამით დავანებით ამ ინგლისს, ხო? აი აზერბაიჯანი და სომხეთი აი მეზობლები არიან, ხო? ყველაფერს თავი დაანებო, სამ მეზობლოში აი რაღაცა ორივე ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო. ბიჭო, 15 აქვს სომხეთს და არის 33 ადგილზე, 22 ადგილი ყოველ წელს გადიან ჯგუფში. ჩემპიონთა ლიგაზე არა, მაგრამ იქ გადიან. 19 ადგილი. და 26 ადგილზე აზერბაიჯანი 21 და 1 აქვს. რაზე მელაპარაკებით? გავიგე ხა რაღაცა წერდა იქ რაღაცა იმას რა ქვია, მეტროველის წავიკითხე რაღაც პოსტი და იქ მე მამუკა კვარაცხელი პასუხობდა რომ იმას 3 მილიონი დინამო 3 მილიონი აქვს და იმას რა ქვია ყარაბაღს აქვს 23 თუ რაღაცა 21 მილიონი ბიუჯეტიო. გავიგე, მაგრამ რა არის იცი? არ პრავდება რა ეს რა. ეგეთი რაღაცები არ პრავდება. და იმას რამდენი აქვს იმ რა ქვია პაიდეს. და ამას რამდენი აქვს ამას. მილიონად იყიდა კაც მაგაც ვეღარ არის დადეს ინფლუენსერმა იყიდა ინფლუენსერმა. ამასაც ახაროთ მამუკას ეს არაერთხელ არა, ნუ მამუკა არის ხო იცი როგორი ესეთი არა, აი სუნდა რომ რაღაცნაირად მოწმინდეს ერთ რამეს გეტყვით, ეხა მე იმ პიროვნებას ძალიან კარგად ვიცნობ და იმედი მაქვს რომ მომავალში ეხა ამ ცხელგულზე მასაც არ უნდოდა საუბარი და იმ პიროვნებას ადრე თუ გვიან ჩვენ შევუთანხმდებით და რაღაცას მოვაყოლებთ. ანუ ჩემი დინამოში ერთი წელი მუშაობის პერიოდში ძალიან კარგად თანამშრომლობდი ზურა ცინცაძე, მუშაობდა ჩვენთან ასრულებდა დირექტორის ფუნქციას. შემდეგ ჩემამდეც მუშაობდა, მე რო წამოვიდა კიდე ცოტა ხანი მუშაობდა. შემდეგ წამოვიდა ამ დინამოდან და ის დადიოდა ხოლმე საერთაშორისო რაღაც კვალიფიკაცია თუ რა გუნდების შეხვედრები იყო ევროკლუბების რა, მათ შორის ტოპ კლუბების და იქ რაღაც გამოცდილების გაზიარება რაღაცები ხდებოდა. და ასე არ ვიცი ხა მე მოვაყოლეთ ყველაფერი. აღმოჩნდა ჟალგირისის ერთ-ერთ წამყვან თანამდებობაზე მენეჯმენტის. და იმუშავა წლები იმუშავა და ერთი წლის წინ ეს ჟალგირის რასაც ხვებით გაიყიდა ვიღაცა მიყიდა, იმან მოიყვანა უკვე თავისი სტაფი, თავისი ხალხი შეცვალა და ამ დროს არის წამოსული, თორე ეს ჟალგირისი რაც არის ძალიან კარგად იცის. იმიტომ რომ ერთი წლის წინ რა ბირთვიც იყო და დარჩა. რაც იყო იგივეა რა ყველაფერი. ხო, ინფლუენსერს დაუნერგიდა, გუნდი ძრუში კიდე მილიონად. ხო და რა სწომობ, იცი, ის კაცი თბილისის დინამოში ხო მუშაობდა. თბილისის დინამოს არავისთვის 7-2 ხარ მოუგია. და აქედან რომ წავიდა მე და ამ თბილისის დინამო ვიღაცა იტყოდა რომ ამან არის ის მუშაობა, ცუდად მუშაობდა, რა ვიცი მე ისე რა მუშაობდა. და წავიდა იმ ჟალგირისში და ესე იგი ამის კომპეტენცია და შრომა და ცოდნა და ყველაფერი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის რომ იმ გუნდმა ხო ამუშავა ის და შედეგი რა მივიღეთ რომ იმ აქ ნამუშევარის და იქ ნამუშევარიც იმ გუნდმა მოგიგო 7-2. არა, საერთოდ ვერ ხდები. მე მინდა მოვაყოლო ერთჩენი ერთ დღეს რომ აი რაში აქაც ნამუშევარი ხარ იქაც აი რაშია ეს სხვა აი ეს 7 ეს 5 ბურთი სად არის? სად ჩანს? რატო არის 5 ბურთი? აგერ გოგი ყიფიანი გეხმიანება ხა? ხო. ჩვენი კოლეგა, მეგობარი საფეხბურთო ოჯახი და მეტი საფეხბურთო ოჯახი საქართველოში არ არსებობს ხო? ხო და დავით ყიფიანი ზმაზია ლაპარაკი და მისი შვილი ლოკომოტივში თვითონ მთელ ცხოვრებას კალათბურთს ფანტასტიკურად თამაშობდა და ნუ ახლა მწოდნეს და მეტი არ ვიცი რა უნდა იყოს რა. აქ წერს აგერებ გამოსავალი არის PFL. პროგრამები წარადგინო კანდიდატებმა და საუკეთესო აირჩიეს და რაც თავარია არჩევნები და მოუკიდებელი. ეს არის ერთი ფეხბურთზე შეყვარებული ფედერაციის სიგულისხმევა აზრი. და ჩვენ ყველა ვართ ასეთები და ყველას გვაქვს უფლება ერთ სიტყვა ეს არ ნიშნავს აქ ჩვენი
საუბარი ბოლო ინსტანცია იმ პრეტენზიით რომ იცი რა ჩვენ თქვით და გადავწყვიტეთ აქ საფეხონოზე დავჯექით რაღაცა თქვით და აბა გინდა თუ არა ესე იქნება მაგრამ ჩვენ რაღაცა ხო უნდა იყოს რაღაცა ან ვიღაცამ ეგრე მოისმინოს ეს ხო და ნუ ეგება ან პირიქით გითხრა რომ იცი რაღაც ისულელებს ლაპარაკობ თქვენ და 7-2 ძალიან კარგი შედეგია და წინსვლა გესმის და ბრწყინვალე ეს არ არის კონკურენცია მოემატა ქვეყანაში ვინ უფრო დიდი ანგარიში წააგებს ეგეც კონკურენცია ხელოვნური რო ახსენეთ ლევან რამდენადაც ვიცი ამ აკადემიის მიმდრები ხელოვნური სუხელოვნური დაუშვა ამ FIFA-მ და UEFA-მ და იძახეს ჯერ არა დაუშვა იმ ბოდოგლენტი თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე ხელოვნურ და ჩავიდა ისეთი გუნდები მინდა ვთქვა ის ბუნებრივი რო გაურიოთ არ შეიძლება სხვა შორის რო ყიდულობენ სხვა და იქ ტრავიანობაა გაუთავებელი აი ამ ხელოვნურებიდან ძვირი ჯდება ბუნებრივი ძვირი აი ესეც გასათვალისწინებელია აი კიდე რა ნეიმარი არ თამაშობს ხო იცი ბრაზილიის ჩემპიონატში რო ჩავიდა თქვა რომ მე არიან როცა გარკვეული ტიპის ტრავმა გაქვს ხო არ არის აი თვითონ ხელმძღვანელობის პრობლემა საზარდულებით და ის თვალსაჩინოებს აი ამ ფიფიაზე აი ქართულად კი აი თავკერძა მაგრამ რუსებს უკეთესი საქვთ სამადურ აი ეგეთი ტიპის ხელმძღვანელია აი აბსოლუტურად ხანდახან აი ემოციურ დონეზე გადაწყვეტილებები აი თუნდაც ის აკადემიაში სკარასკო ესპანელი იყო ხო გაუშვა მე მოიყვანა 1-2 თუ 3 მე კომოდები ჩისკოროდი ჩამოვა იმიტომ რომ ხო და აი საინტერესო რა იყო ეს სკარასკო რო გაუშვა ნუ ეთყობა არ უნდათ კარასკო პირველ გუნდში და იყო ცოტა ხანი არა მე მცლელად მაგრამ მანამდე ვამბობ აკადემიის ის იყო და გაუშვეს და თქვენს რო ისაო ნუ ესპანეთში ოჯახი მოენატრაო ხო და აქედან რო წავიდა დაიწყო მუშაობა ავსტრალიაში თურმე გაურბის ოჯახი უფრო შორსავიდა ხო და მე და აი კანონზომიერება უშვებ სხვა შორის მარტო დინამოში არა აი გეგუჩაძესთან იყო იგივე ზესტაფონში გაუშვეს მე რამდენიმე ხნის მერე გადაწყვეტეს რომ ისე და ხო დაკარგული დროა რა უკვე ეგა საქმე რაში არის ის აი მე მართლა გუშინ ვიფიქრე რა როგორ უნდა გამოვიდეს გუნდი ამ სტრესული მდგომარეობიდან რა აი მე წარმოვიდგინე ვარ ქეთბაიას ან რომელიმე ფეხბურთელის ადგილას რა ეგრე რომ დამაფხრიწონ ბურთი თავზე და აი საერთოდ რომ გამაცამტვერონ რა ფენიქსი არა ვარ აღდგე რაღაცნაირად და მე გამახსენდა ის მაგალითი ბათუმის დინამოსი რა ესე იგი 1-0 იგებდნენ და 5 წუთში ჩემპიონთა ლიგის მეორე კვალიფიკაციაზე უნდა გასულიყო გუნდი აღმოჩნდა კონფერენს ლიგაზე და 3 წელიწადია გუნდი სტრესიდან ვერ გამოვიდა და დღემდე ჭიაბრიშვილი ახლა რაღაცას ცდილობს რომ გუნდი გამოიყვანოს ანუ ეს ურთულესი პროცესია ჭიაბრიშვილზე გამახსენდა ჭიაბრიშვილის ხო შეძლო და ის ბოლო სიამაყე ევროპაში რაც გვახსოვს იყო ლოკომოტივი მარადაშვილის მოსკოვის დინამოს მოუგეს მოსკოვის დინამო და უნივერსიტეტი არის გრანადასთან მამარდაშვილი დაინახეს გრანადასთან და მამარდაშვილი ანუ ხო იყო არა მე მახსოვს ის აქ მოდიოდა იმიდან რა ქვია რა თავის მიდგომები ქონდა პატრიოტული ფილმებიდან რაღაც ფრაგმენტები ამოწერეთ დინამოს გამარჯვებებით რაღაც და აყურებინები ბოლო და მე მგონი სადერთი კაცი იყო ვისაც მე მისაუბრე ამ თემაზე ხა იმას კი არა რომ რაღაცა სხვას არ უთქვამს ან სხვას არ აქვს ესეთი განწყობა რომ მოფრინავდით გრანდი მე ვერჯერ მithქვავს ამ გადაცემაშიც და სხვაგანაც რომ მოფრინავდით გრანადიდან ხო ვიღავ მაგთამაზე კი 2-0 წავაგეთ და მე და ბენგალოს კონებული ვიჯექით ერთად ვესაუბრებოდით ჭიაბრიშვილს სწორედ და
მეორე გოლი თუ გახსოვთ გაუშვით ბოლო კონჩეტე და მინიმალური ანგარიში. რა თქვა იცი? ბიჭო მე მიხარიაო. ეხლა ის კი არ მიხარია რომ 2-0 კარგია რომ უფრო მეტი წავედი ვიდრე ვაგებდიო ხო თქვა. მაგრამო ის მიხარიაო რომ ჩემმა გუნდმა კონტრშეტევაზე გაუშვა ეს გოლი ანუ წავიდენო ისინი ერთი თონს ვაგებდი გასათანაბრებლათო და კი ეხლა ფეხბურთი ხდება დაგვიჭირეს კონტრშეტევაზე გოლი გაგვიტანეს მაგრამ ანუ აი ეს ვაშკაცობა თუ ეს ბრძოლის უნარიანობა თუ ეს რასაც მეორე როგორ ჩემპიონატის მართებაში აღარ მინდა ლაპარაკი მაგ თემებზე იქ ბევრს დაუწუნეს ეს და მე თქვა უფრო იქითკენ ვიხერები რომ კი უნდა იომო და უნდა რა ქვია ყველაფერი დადო და 7 ბურთი და 3 წუთში და ემაში 5 წუთში არ შეიძლება 8 ბურთის გაშვება რა ეხლა შენ წარმოვიდგენია თან უყურე ქეძბაია რომელიც ასეთი მებრძოლი ძალიან კარგი პიროვნებაა განსის სპეციალისტად ითვლებოდა უფრო მეტად ვიდრე შენ. ეხლა იმას გადაიღებდა წარმოგიდგენია ამას რო უყურებს ეხლა. რა დღეშია ხა ეს კაცი მე წარმომიდგენი. არა აი თემური არის სამაგალითო მთელი ცხოვრება იყო სამაგალითო ერთადერთი კაცი ვინც გაიყვანა ის კვიპროსი მაშინ რა ქვია მოვლენიოსთან თამაშა ფრე მაშინ ხო ინტერთან ძლიერი ინტერთან დინა ეხაც დარწმუნებული ვარ მთელი გულით ჩამოვიდა ეს კაცი რომ დინამო არ უნდა რომ ფარჩაკუნ მდგომარეობაში იყოს და უნდა რომ ამოხატოს და აი ესეთი კითხვა რა უნდა ქნას ეხლა ქეძბაიამ აი ესეთი კითხვით რომ აი მართლა ძალიან მიჭირს რა როგორ უნდა გამოვიდეს მისაღები ჩემას ვიტყვი რა აგერ მირიან ცხარაძე გწერს როგორც ბანკის ლიცენზიის მისაღებად არის საჭირო მინიმალური კაპიტალის ქონა, ასე უმაღლესი ლიგის გუნდის ლიცენზირებისთვის საჭირო უნდა იყოსო ეხლა მაგას აკეთებენ კაპიტალიც მოაქვს და ყველაფერი ფურცელი უნდა იყოს, ლაშა ეხლა ვეუბნები სიტყვა სანამ ეგ უნდა იყოს აბსოლუტურად თუ ფული არ აქვს შენ საერთოდ და მარტო იმ ფონდის მოცემული ფულის იმედზე აკეთებ. მაშინ ჩვენც გავაკეთებთ ეგრე გუნდებს და წელით ეს კონკრეტულად ასეცაა. წელიწადში მინიმუმ 8 მილიონი აშშ დოლარის ბიუჯეტი მაინც უნდა გქონდეს გუნდსო. ხო და ეხლა უყურე. ციფრები პირობით კიდევ ვიმეორებ. ეს ახლა აქ რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს არის საჯარო სიუცე სადაც ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება და საშუალება ხო ამისთვის ვარ შეკრებილი რომ გულის ნადევი თქვა რაღაცა სახელმწიფო რადგან ფონდი ქვია თუ რა ქვია რეალურად ხო ამ ფულს ჩუქნიან იმ მაინც დოტაცია გამოდის რა ხო დოტაცია და შესაძლოა ფედერაციებს რო აძლევენ ფულს სხვადასხვა ფედერაციებს ხო აძლევენ რა ის ფედერაცია ანგარიში ვალდებულია მერე და შედეგზეც პასუხისგებელია მართალია იქ არჩევნები დამოუკიდებელია და ფედერაციის ირჩევენ პრეზიდენტს მაგრამ იმ ფულს სახელმწიფოს რო არ თმევს შენ ახლა წახვიდე ეს უბრალოდ გაანიაო და ვერც მედალი აიღო ვერც ბავშვები ყავდეს არც დარბაზი ქონდეს, არაფერი, ხო არ გაცილიან, რა მოკიდებენ ხელს და ბოლო-ბოლო გიპოვიან რაღაც დარღვევებს და ამ გუნდებში რისი მომხრე ვარ, ვამბობ სულ ამდენი წელია, ფონდის ბიჭებთანაც აქ არ ვიყავით, ვილაპარაკეთ. ის კი არა რომ რატო აძლევთ ფულს ამ თქვენ სუჩი, პირიქით, ყაია რო აძლევთ, მაგრამ უფრო მეტს გთხოვთ თქვენ, რომ შეამოწმეთ ის ფულს რა შეხარჯავს. რო ჩამოყავს ეს ლეგიონერი, აი ეს სიაროა გვიძინას, ხო? იყო კი ამაში ღირდა ჩვენი სახელმწიფოს და ფონდის ფულის დახარჯვა, აი ამ ლეგიონერში ღირდა. რაღაცა ხო უნდა არსებობდეს, ავიზვე ან საბჭო, ვიღაცა კომპეტენტური ხალხი განიხილავდეს, რომ უბრალოდ იქ კონგოში დანახული ადამიანი არ მოვიყვანო და პირდაპირ აქ ჩამოვიყო. ლევან, მოდი მაშინ ცოტა მასშტაბურად შევხედოთ რა. ნაკრებში, ან ახალგაზრდულ ნაკრებში. ინგლისი. მე მესმის რომ ძალიან ხმამაღალი ის გამომდის. ამიტომ პირდაპირ მიშვედებით ნუ გაიგებთ ხოლმე იციან მე გამო ყველაფერზე გამოკიდება ამ ბოლო დროს ხო რაღაცაზე ანუ წლების მანძილზე ინგლისში თუ ნაკრებში არ ქონდა ნათამაშები რაღაცა რაოდენობის თამაშები ლეგიონერს საერთოდ არ უშვებდნენ იქა ანუ შეიძლება ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელი ყოფილიყო ყველა ხო აღწება განსაკუთრებით ძლიერი ქვეყნების ნაკრებებში ხო ეხლა ლიმიტირებულია ყველა ხო არ თამაშობს იმ ნაკრებში არა
ფეხბურთელი ვერ ჩადიოდა სათამაშო ინგლისურ კლუბში ხო? რაღაცა მე არ ვამბობ რომ ეხლა საქართველოში ოღონდ ჩამოვიდეს და ესე ვართ მეთქი. ესე ვარ მაგას გეუბნები ზუსტად. მაგაზე ჩემი აზრი მაქვს. ლიმიტი არის გამოსავალი. ხარისხს გაუმჯობესებს რაოდენობის შემცირება. ეხლა რო ყავს 30, რო ეტყვი რომ 5-ზე მეტი. ძირითადად მინიმუმ დავიწყოთ 5-ით და მე მივიდეთ 3-მდე. მაშინ მეგობრებო, ისმის ესეთი ხარისხი ხო მოიმატებს. ესეთი ბუნებრივი კითხვა არა, ესეთი ქართველი ხუთი ქართველი საერთოდ ეს ხელფასები უნდა იყოს კლუბის ჯიბიდან და არა აქ ძალიან კარგი რაღაცა ითქვა, აქ როცა ყავდა ჩვენ სპორტის მინისტრი და მისი მოადგილე შალვა და ირაკლი როცა ყავდნენ აქ სტუმრად ზუსტად თქვენ ადგილებზე ისწენ. იქ ითქვა რომ ფონდთან დაკავშირებით იყო და მე უკვე მე აღარ ვიყავ რომ თქვენი ლაპარაკეთ ფონდის ფიჩებთან. კი აქ იყო ლაპარაკი რაზე? რა იცვლება იქ კიდე რომ ეს მარტო ფეხბურთზე კი აღარ იქნება. სპორტის ყველა სათამაშო სახეობაზე, გუნდურ სახეობაზე გადანაწილდება ეს თანხები. იმიტომ რომ არსებობს რაღაცა სპორტის სახეობები, სადაც ეს ჩადებული თანხა იმასთან ერთად, რასაც უშუალოდ ამა თუ იმ გუნდის თქვათ მფლობელი თუ დამფინანსებელი ისედაც ჯიბიდან დებს, ეს რო ემატება, იქ სადღაც შედეგი არის. სადღაც შედეგი არ არის. აგერ ყავდა წელს ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატის დროს სპეცპროექტი ჰქონდა, როცა მარტო მსოფლიო ჩემპიონატზე ლაპარაკობდით ჩვენ სტაჟიორებთან ერთად, აქ ახალგაზრდებთან ერთად, მაგრამ ერთი გადაცემა ლევანი არ იყო აქ და მე და ლაშას ყავდა სტუმრად დიტო აბდუშელიშვილი. ეგერ წადით და ნახეთ, მაშინ შევხედოთ იმ მას აპოლოს და იმის შედეგებს. ჩამოიყვანეს იმის წყალბურთის მესი და ეს რა ქვია, რონალდო იმ გუნდში და არავისთან არ წააგო გუნდმა. ანუ კონფერენს ლიგაა ისიც და ხვალ ითამაშებს მაშინ რა ქვია ჩემპიონთა ლიგაში და ესე დროს გასაგებია რატო აძლევ რატო ჩამოიყვანეს არა იმას კი არ ვადარებ ხა მასშტაბები გასაგებია წყალბურთს აი მასშტაბები რა ფულსაც ერთნაირად კი არ აძლევენ მე იმას მასშტაბურად იმდენს აძლევენ რამდენის საჭიროა და ხო და მაგას ვიცახი ამ რაღაცა შედეგი ფული არის საფრთხეს ეს არა ვიღირს კი ეს ფული თქვა 1.5 მილიონია თუ 2 მილიონია თუ რაც არის რომ მივეცით გუნდებს ვიღირს იმათ რომ 0.6 0.7 2.7 1.9 და რაღაცები წავა. ამისთვის ფულის ყრა ღირს. ესე იგი, რას ვამბობ, იცი, რაღაცა შესაძლებელი კი არ არის. შესაძლებელი არის. ფულის ყაირათიანი შესაძლებელი არის, როცა 2-1 წააგებ და საკვალიფიკაციოში გავარდები ბოლო პლეი-ოფში და იტყვი რომ აი ბიჭო, ცოტა რაღაც რა შევცვალოთ, იქნებ გავიდეთ. შენ პირველ რაუნდში 7-0-ებს და 9-0-ებს რო აგებ, იქ შესაძლებელი არაფერი, იქ საერთოდ დასანგრევია ის, რაც არის იმას არაფერი არ შეცვლის და თავიდან არის ასაშენებელი, იმიტომ რომ ეს ფული ახლა შენ რო აიღო და ჭაობში რო ყარო, ხო ესე? რა ამოვა იქ ახლა ისე რა ქვია, ხე და მალახი და გამყარდება, არ რაც მე ჭაობში შეიძლება აიუსოს. აი შეიძლება აიუსოს, ხო, მაგრამ არ აიუსო, ხო, მე მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო. რა შეხარჯეო რა? კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩემი აზრი რა. ეს უარგისი ლეგიონერები, რომლითაც სავსეა საქართველოს ჩემპიონატი, აიღონ, ნახონ გადათვალონ რა ღირან ეს ერთად, აიღოს ის თანხა და იყიდოთ ვარგისიანი 2 მაინც. ეს ერთი. მეორე, არსებობს თუ არა სკაუტინგის სისტემა საქართველოში? არ არსებობს. იმიტომ რომ სკაუტინგს აწარმოებს ვიღაც გუნდში, ვიღაც. არსებობს თუ არა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის მდგომარეობა, რაც დინამოს ახლა ჭირდებოდა 3 წლის წინ ბათუმის დინამოს ჭირდებოდა. ეგ საქართველოს ჭირდება, ჩვენ არ ვჭირდება. სიტყვას ვერ უყრით თავს. ხნელი ვარ, მე ვარ და მე ფსიქოლოგიცა ვარ, ისიცა ვარ, ესეცა ვარ. ყველაფერი როგორ ახლა 50-ჯერ ნამყოფი აქ სტუდიაში მასთან ერთად რა ქვია დათვალ გაჩერდა იმ კაცმა კაცო 7 წელიწადია სტუდიაში ბანკის გარდა მაგაში და ხიზაბო ცეშვილი ყურებს არის ვერ ტყავს არც სკაუტინგის სისტემა არ შექმნეს და არც რეაბილიტაციის ფსიქოლოგიური მენტალური რეაბილიტაციის ეხლა რატომ მივდივარ ამ თემაზე ისიც რომ შეგვჭა ერთადერთი გუნდი იბერია რომელთა თამაშებს ჩაუღრმავდი და მინდა აქედანვე დემჩენკოს უთხრა რომ ესეთი შანსი ალბათ იშვიათად თუ მიეცემა ამ გუნდს მაგრამ ეს გუნდი რაღაცნაირად ტოვებს შთაბეჭდილებას 20+5
არა და თამაში არის 90+ წუთი, ხო? და ნახეთ როგორი გაჭირვაშლებით გავს ერთმანეთს ამაზი თამაშები. ფლორასთან წინვალეთ ითამაშეს პირველი ტაიმი, ძალიან მომეწონა და 2-0 ვიგებდით. და ისე გააკეთეს, იმათ კაციც გაუგდეს და ბოლო-ბოლო 2-2 გახადეს და ღვთისწყალობით გოლი შევარდა ის მესამე, რომელიც თურმე გარდამტახი ყოფილა. თბილისში ჩამოვიდნენ ფლორასთან, ანალოგიური დაიწყეს კარგად 20+ წუთი, 2-0, ბოლოს შედეგი 2-2, კი ბატონო. არ არის ეს კანონზომიერება. სლოვანი უბრალოდ საფეხბურთო კლასით მაღალი გუნდი იყო და პირველ წუთში ვერ მოახერხეს გუნდის გატანა. 20+ წუთი რო დამთავრდა ეკრანებზე. პირველი გოლია ბოდიში მე გაგვექცევა, პირველი გოლი არის ეკრანებზე და გამოდის დემჩენკო თამაშის მერე და ამბობს რომ აშკარად თავდასხმა მეკარეზე და საჯმე დავწაოდა. ეს ადრე რადიოში რო გვასვენინებდნენ ლოვის კარპატთან თამაში, ვინმეს რომ მოეთყუებინა, კაი იყო და ეროსიმ რო გოლი დამალა და სინამდვილეში კაკოძიძე დაუმალია. ეს ეგ ისტორიები ვიცით ჩვენ ყველაფერი, მაგრამ აგერ ხალხის სტადიონზე იყო, ჩვენ უყურეთ. 9-ჯერ გადავახვიე, ჯერ 50-ჯერ გამეორეს და მაინც გადავახვიე, მე მეორე დღეს რომ მოვისვინე იმის კომენტარი, რაღაცა ხო არ მავიწყდება. მეკარეს არანაირი მეკარის საჯერიმოში არ არის მე. არაფერი პრობლემა. ამისთან რაღაც როგორ უნდა თქვა იმის. მაკარიძე არ გამოვიდა უბრალოდ რა, მაგრამ ყველაფერზე აპელირებს ის. ის გოლებიც კიდე რო არ ჩათვალეს თამაში, ერთადერთი რაშიც შეიძლება დავეთახო ბოლოში პენალტის მიცემა ალბათ შეიძლება. ვარზე შეიძლებოდა გადამოწმება ერთი და მეორე, ძალიან კაი დარტყმა დაბლოკა ამ საჯმა რა. აი ეგ შეიძლება გოლი გასულიყო რა. ეგ ნუ შემთხვევის ამბავია მართალია და ამიტომ მინდა რომ ეს გაითვალისწინოს. გეხმიანენ ისევ მირიანი რომ ლეგიონერები მხოლოდ საკუთარი სახსრებით სახელმწიფო ფულის გარეშეო და სწორია, მაშინ ჯერიდან არ ამოიღებ რა და იმას არ იყედი რა ქვია. არის შენი ფული და არ იყედი. აბარა ჩამოსულ ვიღაცა იმას რა ქვია რა. ეს ფული სახელმწიფო რასაც აძლევს. მე ესეთი ვერსია მაქვს, მოხმარდეს ბაზის მოწყობას, ავტობუსის შეძენას, ისეთ რაღაცებს, რაც ის სავარაუდო თქვა ცუდი მართველი, რომლის დროსაც წარმატება არ დადგება და შეცვლიან, ახალი რომ მოვა იმ ბაზას და გაზონს და ავტობუსს და რაღაც ეგეთ შენობას გასახდელებს ხო ვერ წაიღებს. ის გუნდში დარჩება და იმაში ხა ლეგიონეს ეს დღეს იყიდეს, ხვალის იყიდეს და რა დაგვრჩა მე. აი ვინც ევროტურნირებში მონაწილეობს, საზოგადოებამ არ იცის ეს, მაგრამ თითოეულ თამაში რა ფულს უხდის UEFA? კი, იღებენ. არ შეიძლება რომ UEFA იყოს ფინანსური წყარის მოპოვება? ეხა კეცბაია მიუხედავად იმისა, რომ 7-2 წააგო, 9 მილიონი ევრო გამოუმუშავა დინამოს. 150,000 ევრო იყო პირველ კვალიფიკაციაზე, მეორე კვალიფიკაციაზე 350 ევრო. ეგრეა კონფერენცი ლიგაზე. რო გასულიყვნენ მესამე კვალიფიკაციაზე 9 მილიონი ემატებოდა. გამრავლეთ 3-ზე და 1,9 მილიონი შეძდის UEFA-სგან. UEFA არის მეწველი ძროხა და მიადგენ იმას. რაღა ბიუჯეტს შეცხერიან, ვერ გავიგე მე. მე მხედველობაში მაქვს ის გუნდები, რომელსაც პრეტენზია აქვს. იბერიამ ეხა გეტყვით რა თანხები გამოიმუშავა. ეს არის ოფიციალური ინფორმაცია. ჩემპიონობისთვის აძლევენ 240,000 ევროს. 280,000 ევრო იყო პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი, 380,000 ევრო არის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი. თუ ევროპა ლიგაზე უფრო ნაკლებია 280,000-ია. 1,9 მილიონი უკვე გამოიმუშავა. ეხა ჯგუფში რო შედის, იქ 3 მილიონზე მეტია და გესმით ეს 3-ზე მრავლდება და ლარებში არის მთელი ბიუჯეტი ის, რასაც სახელმწიფო უხდის. იშოვონ ესე ფული რა. იფიქრა კარგი ლეგიონერი. მე რამდენად ხვდები იბერიას სწორად ასეც აპირებს და კი აქ შედეგი და ერთი გუნდი დაგვრჩა და მაგას უბრალოდ ამიტომაც მინდა გავაფრთხილო რომ 20+ წუთი არ არის ეს გუნდი რა. ეს მე იღლებიან შეცდომებს. ისიც არის კარგად იწყებენ, მე სადღაც ქრებიან, ფულს და ინიციატივას ფლობენ და მაგროს უთანაბრებენ ანგარიშს და ეს რო ერთხელ მომხდარიყო არ ვიტყოდი მე ამას. ეს მოხდა სამივე თამაში. მე ეხა ჩვენ უკვე გადავედით სპორტულ თემატიკაზე, უფრო სპორტული კუთხით დავიწყეთ. გარჩევა იქ ლეგიონერი იქ 20 წუთის ის მე არ მინდა დავკარგოთ რომელი ხაზი, იცი რომ ეხა
ყოველ წელს მოხდება ეს ივლისში პირველიდან 30-მდე, სწორად ამოსა. მოვალთ აქ ახშոտებით, სადღაც კიდე ვინერვიულებთ, ვიჩხუბებთ, შევიგინებით, რაღაცას ვიზავთ. მე აგვისტოში წავალ ჩვენ დასასვენებლად, ეგენიც ცოტა ჩრდილში ჩადგებიან. სექტემბერი, ოქტომბერი რაღაცა კიდე მოხდება, მე ვიღაცა გამოვა და უნამუსოდ იტყვისო საქართველოს ჩემპიონზე რო არ დადიხართ თქვენ ფეხბურთი არ გიყვართო, სინამდვილეში აქ უნდა იაროთ ესე და მივიწყებენ ამ ყველაფერს ჩემპიონატი დამთავრდება წავლენ შეკრებებზე თურქეთში, კვიპროსზე, სადღაც ჩამოვლენ და მოვა ისე ივლისი და ამერთვეს მიეჩვენ უკვე კანი იმას გამოიმუშავა იმუნიტეტი გაუმყარდათ რომ სქელკანიანები გახდნენ მაგ ჩვენი ამ ერთითვის ყვირილით და ამ 1-2 გადაცემაში გულის მოფხანით ხო? არა, დისკომფორტი არა, შეიძლება აღარ ზღვისმენ. წნეხი არა აქვს რა. არა აქვს გაიგე და მე ამიტომ ვიძახი მიმართავ თანამდებობის პირებს სახელმწიფოს ჩვენ არ შეგვიძლია აი ესე უნდა ვისაუბროთ მეტი რას გავაკეთებთ კიდე ერთი ყოველდღე ხო არ ვილაპარაკებთ ამაზე და ამიტომ იმ ხალხმა ვისაც შეუძლია დაიწყება ჩემპიონთა ლიგა გადაერთება კვარაცხელია გაიტანს გოლი იკვარა ჯორჯი მამარდა ისა ნაკრების აი იბერია გაგვეხანგრიოს სიცოცხლეს ეგ არის რა არა მე იცი რა არის გასაკვირი მე ვიღაცა გამოვა ხა რომელიც 4 წელიწადში ერთხელ უყურებს ფეხბურთს იმაზე მსოფლიო ჩემპიონატის დროს და რას ნერვიულობთ იმაზე რა ქვია ქართულ ფეხბურთზე ინერვიულე და რა ქართულ ფეხბურთზე ვიმარ ამაზე მეტი რა ვინერვიულობ შენ თორ და ისე რა ხიჩკოკის ის მოაწყვეს ახლა გუშინ იყო საშინელი ხო ანუ ამის იქით აღარ არის ხო და რაღაცა გზა აუცილებლად არსებობს უარესებში არსებობს ხო არის რომ რაღაცა სახელმწიფო თქვათ რაღაც ტერიტორია ჭირდება არ ვიცი რაღაცა სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი უნდა აშენდეს იქ თქვათ აი ეს ავტობანი გადის და ვიღაცები ცხოვრობენ მაგრამ რო გაიგებენ რომ ავტობანია საჭიროება იქ გამოისყიდიან იმ სახს გაცილებით დიდ ფასებში ვიდრე ის რეალურად ღირს ხო ხდება ეგეთი რაღაცები და იქ გაიყვანენ ავტობუსს იმიტომ სახელმწიფოსთვის იქ აუცილებელია გზის გაყვანა ან რა ვიცი ელექტროსადგურია სადღაც საჭირო ან რაღაცა სხვა საწარმო იმ ტერიტორიას ვიღაცისგან გაშენებული თქვათ ვენახი იყიდიან იქ გაკეთდება ეს სახლი რო შენდება ის ფირმები დეველოპმენტი ფირმები ყიდულობენ ვიღაცისგან რაღაცა აშენებენ მე ხო იმას არ უნდა წასვლა არ ვფიქრე მაგრამ დააინტერესებენ აი რაღაცა ესეთი მეთოდი წარმომიდგენია ხა ჩემთვის რომ ამკაც შეხვდნენ სახელმწიფო დონეზე ან შეუთვალონ ან რაღაცა ხა თქვათ ხო იმას ხო არ მოითხოვს ხა მანჩესტერ იუნაიტედის ფულს არა თქვათ რეალურად რა ზღირს ცოტა ისე ეგრე ლევან არ კეთდება ხა ეს რაღაცა სადონ დალაპარაკება დღეს არის კერძო საკუთრება ართვანი მეთქი რაღაცა უთხრან ხალხის აზრი უთხრან შეიძლება ეს თქვათ შეიძლება არ არის გზა მაგრამ ეს დინამო ხო თბილისი გარკვეულწილად რაღაც მატერიალ ფასეულობათა ის რო არის კულტურული მემკვიდრეობის ხო? ხინკალია და დინამო რო იყოს ეხლა. მიეცეს ამას ეხლა აი დაახლოებით იგივეა რომ აი ესეთ ისტორიული ძეგლი რო იყოს შენი სახლი რო იყოს ისტორიული ძეგლი და ანგრევდე. ხო, აი ისეა ამათ ეხლა პირობითად PPS კლუბს ხო უნდა დინამო რაღაც 2000 რაღაცა უნდა მისცე აი რო შეავა რა ნაკლები ისტორიის გუნდია დინამოზე რომელი მეტი ხო მე მგონი მეტიც რა იქაც ხო არის არა იქ კი იყო ერთი ხო ასე რომ მოსულა იქ რენჯერში არის ხო რო აი ხა მე მაგალითად რო მესამე ლიგაში არ გავალ თავიდან არ წამოვა აი ლევან შენ გიმუშავე არა იქ სახელწოდებაზე გითხარი შეუცვალე დინამოში გიმუშავია და მე რა მაინტერესებს რა აი ეს ახალგაზრდა ფეხბურთელი რომ მოდის ხო და რო შეიყვანო ესენი და დააჩვენო φιλმი 76-დან 82 წლამდე დინამოზე რა სანდრო ვაი შემოვიდეს და ნახოს რომ სანდრო სამაშია სულ რატომ ფილმი ნაჩვენო სანდრო არა რაღაცა აჩვენოს რომ აი რა გუნდში მოვიდა რა რომ იცოდეს წარმოდგენა კონდეს მას აი გზნობა არ აქვს აი ბატონ კაკომ როგორც თქვა რა სენტიმენტი რაღაცა არ აქვს რაღაცით უნდა აინთოს ადამიანი სანდრო მაგათ ეცილებათ იმ ფეხბურთს რომ მიაჩნიათ რომ ისინი
დაბალ ტემპში თამაში. ვესტჰემის თამაში არ იყო მეუბნები ეს ეგრეა ძველ იმს რო აჩვენო აი 80-იანის ის ლივერპულთან თამაში ისა შეიძლება გაეცინოთ ის აი ესეთი აზროვნება აქვს ამახალ მაგრამ აი ვესტჰემში ტემპის ამბავში რითი ჩამოვარდა მე რო დინამოში მუშაობდი რახან ეგ გაინტერესებს ერთ-ერთ ასაკობრივ გუნდთან შეხვედრა გქონდა აკადემიის გუნდთან რა ეხა ისიც უნდა ვთქვათ ეხა აკადემიაში იზრდებიან ბავშვები მაგრამ შესაძლოა ამ ადამიანის რომაფიფიას რაღაცა მოწოდება არის აკადემიაში ბავშვები ზრდა და აკეთოს მაგ საქმე კაცო თუ გამოუვა სხვა რამეს ვამბობ ხო არა რა თქმა უნდა სხვა რამეს აი ერთ-ერთ ასაკობრივ გუნდთან არც თუ ისე ძალიან ნორჩასაკთან რაღაცაზე შეხვედრა გქონდა რა და ისე დარწმუნებული ვიყავით რომ იტყოდნენ რაღაცა 91 წლის დინამოში ვინ იყო კაპიტანი არა აბა შემოადგენლობიდან რამდენი კაცი იტყვი ვერა 60 კაცს რო იტყვის დინამოელი იმაზე და მე მათმე უთხარი რომ მადრიდის რეალის აკადემიაში დარწმუნებული ვარ იმაში ოთახში რომ ძინავს მომავალ ფეხბურთელს ხო რაულის პოსტერი უკედია თავთან იმას სანტელიანას იმას რა ვიცი ვიღაცის იეროსი ან ვიღაცის და ესე იზრდებიან რა ის გეიმგებს ანუ გულგრილი დამოკიდებულება აქვს რა შენ შივაძე თუ არიცი ვინ არის ხა შენ იმას ბაზაზე რომ მოხვალ იმ დინამოს ბაზაზე ხალხი ვინც ყვება ძველი დინამოები აი თუნდაც 91 წლის დინამოელები რო ყვებიან ახლა ძველ ინტერვიუებს რო უყურებ იქ რო შევედითო სახსახი დავიწყეთო იმიტომ რომ აქ ისეთი ხალხი დადიოდა ჩვენამდეო რომ ლევან დიდ გუნდებში მე კიდე გეუბნები ჩვენი კალიბრის ქვეყნები არასაფეხბურთო თვალსაზრისით ლაპარაკობ თქვა სამხრეთ ამერიკაში ხშირად მიწევს ჩასვლა ხო თქვა არგენტინაში ბრაზილიაში ურუგვაიში დიდ გუნდ გასაგებია სოფლიო ჩემპიონატში კი არ ვეჯიბრები მე ხა იმას აქვია მაგრამ აი თქვა მინდიხარ ბომბონერაზე ხო შიგნით ტერიტორიაზე როცა ექსკურსიაზე დადიხარ დაახლოებით 100 კაცის ძეგლი დგას ძეგლი ანუ ძეგლი ხა იმას კი არ ვამბობ რაღაცა ეს ცხენზე ამხედრებული ესა დავთამაშენებელი მაგრამ ნუ აი ბიუსტი ძეგლი აი როგორ ის არ არის ხა იმისი რა ქვია ბრინჯაოსის იმისი ან ოქროს ფიდიასის გაკეთებული და იმისი მიკელანჯელოს კი არ არის მაგრამ ყოველთვის ჩამოსხმული ეს რო დადიხარი აი საულე რომ საულე და მარტო მარადონას ხო მარტო მარადონას ის არის მარტო მარადონას და რიკელმეს კი არ უყურებ იქა. იქ არიან ვიღაცები ბაროშელოტოები და ვიღაცები რომლებიც მეორე ის არის რა ქვია ეშელონის ხალხია, მაგრამ ყველა უნდა იცოდეს იმან. იქ რომ დადის ხო? ერთხელ მაინც წაიკითხა თუ აღწერა კითხვა არის და ვერ ხედავს ეს მაშინ ბრაილის იმითი დაუწერენ რაღაცას. ვიზინა ეს მსოფლიო ჩემპიონობა ახსენე კი არ ვეჯიბრები და ესა და აი ამ პერიოდში ხშირად იყო ის აი ჩვენ ნაკრების მცნელობაზე იძახდნენ რომ ისაო უცხოელი მცნელის ხელმძღვანელობითო არც ერთი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი არ გამختارაო. აი ჩვენ მიმართებაში რაშვაშია ეგა. აი რა რომ რითია სანიული საჭირო არა ჩვენ ფინანსიური ჩვენ არ ვიგულდებოდით ვაგაში ხო არა 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 ვინც ფიქრობდა მსოფლიო ჩემპიონობას აი ამ კონტექსტზე რომ ლაპარაკობთ ხო გაუყვანიათ ხო გაუყვანიათ და მეტი არა ხო და ჰაპენი არის მე მგონი ერთადერთი ჯორჯ რეინორი 58-ში შვედების ხო და ჰაპენი და ორნი არიან ასე რომ და ისე ჩვენში დარჩეს მაინც ისეთი გასაკვირი ამბავი არ არის ეხლა მსოფლიო ჩემპიონები როგორც წესი ხდებიან ძლიერი საფეხბურთო ქვეყნები სადაც ძლიერი სამწმელო სკოლა ხო მაგ ბრაზილიას ახლა იტალიელი ყავდა და ეხლა აი არია ინგლისი გერმანელი შემოგზავნილი არის არა ასე გიმზღეროდა როგორ აი სხვა შორის მაგდენი ფული მომცენ და ნებისმიერ გემს იღებდა მაგაზე უკეთესად ანჩელოტი ვერ ათამაშებსო ალბათო ბრაზილიურ
ფეხბურთო. კი, ლოგიკური აზრია. კი. ე ჯოგო ბონიტოს ვერც ვერანაირი ბრაზილიელი ვეღარ ჩაგვდა ეს. შეიძლება მეოთხე მეხუთე ლიგებში თამაშობენ. იმიტომ რომ აი საჩორი ზანკ კარგი ის ქონდა თეორია ამაზე უდიდეს რეჟისორ პაზოლინის. პოეტს და რეჟისორს. და სხვა შორის ფეხბურთოს კარგს. ძალიან კარგ ფეხბურთელს და ესმოდა ბოლონიის ფანი იყო და ისეთი გარჩევები და წერილები ქონდა. ის როგორ ყოფდა ფეხბურთს პოეტურ და პროზაულ. იქ არის კინოენა ხო არის და ამან საფეხბურთო პოდემები შემოიტანა და მთელი ამბებია. და ბოლო წერილი 70 წლის ჩემპიონატზე ქონდა. და აი პოეტურმა ფეხბურთმა ბრაზილიამ დაამარცხა ეს პროზაული იტალიური. მართალია ესთეტიური იმ პროზაშიც აი ფეხბურთელებსაც ახასიათებს. აი რივერა პროზაიკოსი ოღონდ 1-2 ლექსის დაწერა შეუძლია. ანუ მაცოლა უფრო პოეტურია და ის აი ისეთია აი კორეორა დელა სერასთვის დაწერსო. ჩემი აი ძალიან საინტერესო წერა როგორ? ჩემი სახანი ამაცოლა. აო სანდრო. ხო და ხო და აი ამის თქმა მინდა რომ სამწუხაროდ მორჩა პოეტურ ფეხბურთს აღარ თამაშობს. მაგრამ აუცილებლად უნდა ყავდეს თუ რაღაცა გინდა 1-2 ლექსის მწერი რო იტყვია. აი მაგალითად ხვიჩა ხო აი ჩემ გაგებაში პოეტი იყო სუფთა. ასავლეს პროზაული ხო და აი ჩემ წარმოდგენაში არის აი პასტერნაკი. ანუ გენიოსი პოეტი და ნობელის პრემია აიღო დოქტორ ჟივაგოში. ხო, აი დაახლოებით ეგეთ ხო, სრული სიმბიოზი რა. აიღებს ნობელის პრემიას წელს საფეხბურთო. ამ ოქროს ბურთზე მინდა ვთქვა. ერთი ეს უნდა ვთქვა. თითქმის ყველა კანდიდატმა ითამაშა მაგრად. ეგ უნდა ვთქვა. გოლები შეაგდეს. კი ბატონო. თუმცა ულაპარაკოთ ეკუთვნის არა, ისე ეხლა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ისე რომ ეს მიყოფილა მესის ეგეთი რაღაცა ხეცე კი MLS-ია და იქ იყოს იქ აი. MLS-ი აშუაში სოფლიოში გამიხილეთ ეგ საკითხი და შეიძლება რომ მესი შეიძლება რომ აიღოს და ეკუთვნის რა. მესიზე მეტი ბაპე ბომბარდირია კი ბატონო, საუკეთესო ფეხბურთელი ვინ იყოს ხო? ნუ მიცეს ეგერი მას ვინც იყო არა ის ოქროს ბურთს ვიძახით თორე ის რომ მიცეს ეხლა ბურთის მიცეს მაგას სულ ხوارბეცემენ აქ გვერდზე პასები დავდგები მეს და მომეცი მოგეცი და წინ პას არ გავაკეთე ბურთს არ დავკარგე კარში არ დაურყია როგორ აძლევ მესი არის ეხლა მაგას დავაროგო მე ვარგო რა თქმა უნდა ყველაზე დიდი უდიდესი მაგრამ 1-2 ბურთი შეელოთ თავის დროზე არ მიეცათ კი ხო ასე რომ იმ ბურთებზე უფრო ეხლა ეკუთვნის კი მე რომ კითხო კი ეს იმის ინიესტას ვარი იყო ეხლა რომ მესის მისცენ მე მგონი არა კომპლექსი რატო ვერ ხვდები ეხლა იმიტომ რომ რაღაც არა ნუ რა აი რატო არ ეკუთვნის მესის და და რაში ეკუთვნის ყველაფერში არა ნუ რა ასაკს დავანებო არა როგორ დავანებოთ ეხლა როგორ და მაშინ 80 წლისას გამოიყვანე და ასაკი არის ფეხბურთი არის უთა აი რა მაგალითად რატო არ გააკეთე ხო რა ვერ გააკეთე როგორ ლიდერი თავის გუნდის ლიდერი რა ვერ შეძლო რომ ან ხო აი გოლი არ გაიტანა მე პენალტი აწილეთ მე ვეთახმები რაში იცი მესი შეიძლება გამختارიყო და ჩემი საზრით უნდა გამختارიყო მაგ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი კაცო ოქროს ბურთი არის სეზონის ო MLS-ის დათამაშება მე გეუბნები ამას ჩემას ხო? ანუ მე ცალსახად ვამბობ რომ სოფლიო ჩემპიონატი უნდა მიეცათ მესის იმიტომ რომ იქ უნდა იქ მე მიცემდი და ხო და მაგრამ იქ არ მიეცი და ეხლა მთელი სეზონისას ანუ ის ერთი თვე არ ჩაუთვალე ხო ჩათვალე რომ ჯობია კაცი რომელმაც როგორ ჩვენ თქვი გვერდზე აძლევდა პასებს და ერთი საგოლე პასი აქვს იმაში რა ქვია მთელი ერთი თვის მანძილზე მიცემული
იმას მიეცი ოქროს ბურთი იქ იმ ერთ თვეში და შენ გინდა დანარჩენ 11 თვეში დანარჩენ 11 თვეში მესი თამაშობდა MLS-ში კი გასაგებია რომ იქ აჯობა MLS-ის სხვა იმას რა ქვია ვარსკვლავებს მაგრამ ის MLS-ის ვარსკვლავებს აჯობა იმას სხვა აჯობა ბარსელონას და რეალს არა აი და ფორლანი რო გახდა საუკეთესო ხო გახდა საუკეთესო ფორლანი ხო ჩემპიონატის სოფლიო ჩემპიონატის ხო რა და ისე აი რა იყო იქ ფორლანის სათამაშო ფორლანმა მესამე ადგილი მოაგებია მესამე ადგილები და ისე თუ აღარ მოაგებია არ ვიცი ხა როგორ მესის რა მიმართება არა ნუ რას ვამბობ იცი რა ხა ოქროს იმას თუ მისცა მაშინ ამას არა როდრის საუკეთესო ფეხბურთელად სოფლიო ჩემპიონატს არ ვთვლი ისევ მესის თვლი ასევე ოქროს ბურთის თვლი იმიტომ რომ ასაკს კაი დავანებო თავი არის 30 წელი 8 გოლი ასაკს არ ვიძახი 8 გოლი საგოლე პასები და გავლენა ფეხბურთზე რა არის აი სოფლიო ჩემპიონატის იმაზე ამბობ შენ ერთ თვეს თუ სოფლიო ჩემპიონატს ავიღებთ ცალკე გადავდეთ მაშინ ხვიჩა კვარაცხელიას ეკუთვნის არა კიდე ანის ჩავთვალოთ ეხლა თუ ორივეს ერთად თვლით ხო სადაც თამაშობს ეს კაცი იქ ჩემპიონი ხო გახდა კი სოფლიო ჩემპიონატზე არა იქ გახდა თუ არ გახდა ის შაშა გახდა ნუ ხო გახდა როცა გახდა ჯერა დამთავრებული ის არა კაცო როგორ დამთავრებულა ის დამთავრდა ჩემპიონატი ვერ გაიგებს როდის იწყება არა კაცო იქ იწყება მარტში და მთავრდება მაშინ რა ქვია ოქტომბერში გახდა ის წინა წლის იყო ამ წლის ჩემპიონატი მიდის ჯერ და მეორე ადგილზე არიან თავიანთ იმაში რა ქვია ანუ ჩემპიონატში ხო როდის არის სექტემბერში თუ ოქტომბერში ხო აი გადაცემა მაგისი ხო მაშინ ნოემბერშია და მე ბესტი არის მაშინ იანვარში და ის არის ნოემბერში თუ მესის არა ეგ მაგ მიზეზია რომ ეხლა სოფლიო ჩემპიონატი ერთი თვეა და მთელი წელი ეს არის მაშინ ხვიჩა ხო და მაგალითად არ მესი არ ხვიჩა სოფლიო ჩემპიონატზე შეეძლოთ მიცემა და უნდა მიეცა სოფლიო ჩემპიონატზე და ოქროს ბურთი არა ოქროს ბურთი მე მგონი ხვიჩა შევაში ოლისეს არა როგორც არა ოლისეს არა ოლისე ხუთეულშიც არა როგორც მეურნეობის თავმჯდომარე მაგივრად რომ შენი საუკეთესო ფეხბურთელი აი მცნელისგან ეს ვერ გავიგე სანეულის პოზიცია პოზიტიურ გზავნილებს და იმას აი პირობითად უშუალო თან როგორ წინაყენებს რომ ამას თუ არ მიეცით უსამართლობა იქნება არა ესე იგი ნუ ესე არა ესეც ესე მაგას არა მაგას არა არც იქნები და არც ეტანდა ესე იგი ტელევიზია ვის და მას აქვია ტელევიზიებს აი სიტყვა მოიტანდა ვიტყვი რა არა ეთქობა არ უნახე და არის ის ოლისე ნახე მოეწონა ტელევიზიებზე ჩვენ რაღაც კაცო ეს იმიტომ ლაპარაკობს რომ ბაიერნის ის არის არა ბაიერნი და საქართველოს ნაკრებში მუშაობს ტელევიზიებს ცოტა ჩვენსკენ ისროლეს კენჭები და ვიცით ის ყველა უმიც არა ტელევიზიები ახსენეს რომ ჩვენ არ ვაშუქებთ ქართულ ფეხბურთს რაღაც მონდომს სერიალებს 6 თამაში იყო და 6 ხო და ვიტყვი ამას დავამთავრებ სერიალებს აჩვენებ თურქულს და ფეხბურთი არ აჩვენა ყველა თამაში 2 საათიანი ეს გადაცემა რო არის ფეხბურთზე ხო არის ყოველ კვირას პარასკევს და ადამიანებს ვაძლევთ საშუალებას დღეს ექიმები ყავს სხვა სფეროდან ხო ესეთი შესაძლებლობა ვინმე გულშემატკივარს სხვა ტელევიზიაში აქვს თქვათ ესე კარგი მაგას თავი დავანებო ორი კლუბის ტრანსლაცია ქონდა წელს კი ქონდა ვიზინა თქვი რა ჩვენი არხის ხელმძღვანელები მივიდნენ ფედერაციაში და აი ეროვნული ლიგის ну ძალიან შორიც ჯერ ვაჩვენებდით სანამ მივიდით სულ ჩვენ ვაჩვენებდით უფასოდ ვაჩვენებდით საქართველოს ჩემპიონატს რამდენი თამაშას გვაძლევდნენ იმდეს ვაჩვენებდით მეტი რომ მოეცათ მეც ვაჩვენებდით რამდენსაც გვაძლევდნენ ვაჩვენებდით მე გადავწყვიტეთ რომ და კიდე ფუტზალსაც ვაჩვენებდით მე გადაწყდა ესეთი რაღაცა რომ ჩვენმა ხელმძღვანელებმა თქვეს რომ ეს ესე ლექსო ტოპორიას ესე რო არ იყოს რომ აი გვაძლევენ და ვაჩვენებთ საერთოდ მართალი არიანო ეგრე რაღაცა თანხაც უნდა გადავიხადოთ ეგრე არ არისო რაღაცა და წავიდა და წინადადება გაუკეთა ფედერაციას ოფიციალური წავიდა რა ბიძინა წავიდა უკვე არა თვითონ ის არის არა მე პასუხზე თუ რაღაცა შეცხო იყავ და წავიდა და
შევიტანოთ მილიონებზე იყო საუბარი, რომ იმას, რასაც ახლა ისედაც ვაჩვენებთ, პლუს ჩვენ ახლა კიდე გადავიხდით მილიონებზე, ჩვენვე გადავიღებთ კიდევაც თუ არა, ჩვენ გადაღებაზე არ იყო. გადაღებაში იყო ლაპარაკი, როგორ არა? განვითარების მეორე ეტაპი იყო. იმ მომენტში ჩვენ რაც შევთავაზეთ, იყო რამდენიმე 5 წლიანი პროექტი იყო და ნუ ჩილოთილანდიიდან თამაში ჩვენაც ჩილოთილანდიიდან თამაში. ეხლა მადრიდის შემდეგ არის ეს ლარნესთან თამაში. კი, აი დღეს მაგაზე ვლაპარაკობთ ზუსტად. ანუ ეს შეთავაზება, დარჩა შეთავაზება. იმიტომ პირველი არც კი პასუხი. გარდა იმისა, რომ ხო, ეს ანუ მოდი მე გქონდა ჩვენ ამასთან დაკავშირებით დათოსთანაც საუბარი მუჯით, ანუ ვერ შევთავაზეთ ხა, ანუ არ დაინტერესებთ, იმათ ეს რა არის. აქ ფედერაციაზე კი არ არის ლაპარაკი. აქ არის ლაპარაკი პასუხი ეს ფედერაციას არ უხდება. ფედერაცია უნდა მოხდეს, უნდა მოხდეს. ეს არასწორად არ მინდა რომ ვიღაცას ხო უნდა მიყიდოს, ფული ხო უნდა შევიდეს. აკაკი, მე არ მინდა რომ არასწორად იქნას გაგებული ხა რასაც ლაპარაკობ. ეს პასუხი ეს პასუხი ვინც თქვა იმას არ თქო. ფედერაციას კი არ უთქვამს ეს. ინტერესი არ გვაქვს. ანუ ეს არის პასუხი. ჩვენ ვაჩვენეთ გვაქვს ორსათიანი გადაცემა, გვაქვს ის და გვინდოდა ის და თუ არ მომწეს ახლა მე ხარ შევიპარები და ხარ ვაჩვენებ იმას. ამდენ სერიალების ჩვენებას ფეხბურთი აჩვენოთ ჯობია. ხო, ამას ფეხბურთში დასაქმებული ადამიანი არ უნდა გეუბნებოდეს ჩვენ. ამაზე ლაპარაკი, მე სხვა არაფერზე. სამი სპორტული არხი გვაქვს, ყველანაირი ფეხბურთი გუნდის, ის აკაკი, ბოდიში, იმ გუნდის, რომელიც გუნდის თვითონაც ეს გვითხრა. არ მინდა ხა ზედმეტად კიდე ისეთ რთულ ვითარებაშია, რომ ვინც გუნდის თვითონაც ეს გვისაყვედურა, იმ გუნდის წინა წელს ახალგაზრდული ლიგაც ვაჩვენეთ თამაშები სანამ არ გამოვარდნენ. იუს ლიგა რა, UEFA რასაც. და კიდე ერთი თუ და მე იმედი მაქვს რომ გავა და მოდი ამითი დავამთავროთ ეს დრევანდელი გადაცემა თუ გავიდა ჯგუფში ეს რა ქვია იბერია ჩვენ და სეტანტა ორივენი ერთობლივად როგორც ჩემპიონთა ლიგას და ევროპა ლიგას და მას კონფერენს ლიგას ვაჩვენებთ ორ პლატფორმაზე და მათ შორის ბუნებრივია რომ ამ არხზეც უნივერსალზეც იმიტომ რომ თელმა საქართველოს ნახოს ის ყველა ის მატჩი რასაც ჯგუფში რომელი ტურნირისაც არ უნდა იყოს და სადაც არ უნდა იყოს თქვა იბერია და იმედი ვიქონიოთ რომ იქნება რომელიღაც ამ ტურნირზე იმას მაყურებელი იხილავს და მეტი ახლა ჩვენ თვითონ მაშინ კიდე სამი გავიდნენ და იმას დინამოს რო გასულიყო ვაჩვენებთ მაგრამ თუ ვერ გავიდა ხმე რა ვაჩვენებ ლაშა შენ ხო მახსოვს ასაკობრივზეც იყო რაღაც შეთავაზება და იმაზეც ინტერესი არ გამოიჩინეს ხო აი ასაკობრივი მახსოვს ასაკობრივზე ჩემი იდეა იყო, მაგრამ ნუ რა ვიცი, ხო, რაღაც სანაკრებო ასაკი რომელიც არის 17 წლამდე, 19 წლამდელების რაღაცის გაგვეკეთებინა, აქვია მიმოხილვასავით კვირაში ერთხელ და მოვიწევდით დაუშვათ კარგ გამოჩენილ ბავშვს დაუშვათ იმ ასაკში და რაღაც ცოტა ინტერვიუ გვექნებოდა ცოტა ის და ну, არ ვიცი ხა მე თლად პრეზიდენტთან და გენერალ მდივართან ამ თემაზე არ მქონია ფედერაციის საუბარი, მაგრამ იქ ვისთანაც მქონდა საუბარი, პრობლემები იყო, იქ როგორ გადაღება არ ხდება, რაღაც ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა ინტერესი რო ყოფილიყო ალბათ მაგასაც მოაგვარებდე, მაგ გადაღების პრობლემას, არ გამოჩნდა ესეც. ხო, იდეა მაგ ბავშვთა ფეხბურთს შევეხეთ და ეს ფონდის ფული ადრე ვთქვი ამ გადაცემაში და ეხლაც გამომერე სახელმწიფო ჩართულობა რო არის, ხო? 6-დან 12 წლამდე ბავშვები დააფინანსო. აბა რომ იარო ფეხბურთზე უფასოდ. აი ეს რეგიონი. ეს იყოს პირველი ბიძგი. ეხლა ჩვენ ამ 10 წლის განმავლობაში მილიარდი ლარი დავხარჯეთ. დაანებონ თავი. მილიარდი ლარი დავხარჯეთ 10 წლის განმავლობაში. რა დაიხადეს ფული ბავშვებს? რამდენი ბავშვი ვერ წავიდა ფეხბურთზე იმის გამო რომ არაა გადასახადის ფული. გოჩა ჯამაროვმა თქვა თვითონ. ამ პირობებში ჩემი ოჯახი არა, ვერ მატარებდენო ფეხბურთზე ვერ ვიყავ. კი ბატონო. და ბევრია, რამდენი ეგეთი დაკარგული. და შეიძლება რანჭის პატრონები და რატომ რადგანაც არ არის ეხა დიდი არ იქნება დარწმუნებული ხარ რაც იმ ლეგიონერებს ფულს აძლევენ რა დათვალო რამდენი ბავშვია საერთოდ 6 და 12 წლამდე ასაკის და რამდენი და რატო ვიცი ჩვენ აი ამ თემაზე კლუბებთან რო საუბრობ ჩვენ ნიჭიერ ბავშვებს ისედაც ვაფინანსა არ ვახტევინოთ ფულს შეკრებაზე უფა საიდან გაიგებ 6 წლის ბავშვი რომ მოა რა იცი ნიჭიერია თუ არა ანუ ეს არის ის ასაკი სადაც უკვე
მაბადერო გაგაცნობდა ყველაზე სახიფათო ერთი მხრივ და მეორე მხრივ აი მნიშვნელოვანი იცი რა არის ბუმი ყოველთვის საფეხბურთო ნებისმიერი სხვა სპორტის სახეობაში მოაქვს წარმატებას მე არაფერს არ მაქვს წარუმატებელ პირობებში ბუმი არ ხდება ხო ერთერთი გუნდი ვერ თამაშობს აგებს 10-0 და მოდი ფეხბურთზე შევიყვანო ჩემი ბავშვი ეს არ ხდება ეს მოდი მე ის იდეა რომ მოდი მე გადავარჩენ ამ ჩემი შვილით იმას რა ქვია წალწაღებულ ქართულ ფეხბურთს ესეთი იდეები არ ხდება ეს შეიძლება ზღაპრებში იყოს ან სადღაც ემაში რა ქვია კინოში ჩვენ მე იმაზე მწყდებოდა მეშინია რომ ჩვენ გაუშვით ის შანსი რომელიც ევროპაზე გასვლამ ნაკრების აი ესეთ წარმატება მოიტანა რომ აი გაერთიანდა სრულიად საქართველოს ფეხბურთის ირგვლივ ბავშვებმა დაიწყეს მაისურებით სიარული და ქართველი ფეხბურთელების გვარების სიჭარბე შეიმჩნეოდა ყველა მაისურზე მაგრამ მარტო ბავშვების გოგონების ხო სტადიონები გადაივსო ნაკრების თამაშზე და რაღაცას ეხლა იცი რა აი ძალიან დიდი იმედი მაქვს მე რომ ეხლა და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი ამ იმაზე რა ქვია ერთა ლიგაზე ნაკრების სექტემბერში ძალიან კარგად მოემზადეს და მაქსიმალურად კარგი შედეგი უნდა აჩვენოს რომ ეს არ გაწყდეს იმიტომ რომ თუ ამანას ამ ნაკრებმაც ვერ ივარგა დარჩა მარტო 7-0 იმასი ჯამური 6-0 ჯამური 7-1 თუ რამდენიც არის 7-2 ერთ თამაში და 7-1 დაიჩემე ხო კაი კონდეს 3 იყოს ხო სამი რო ყოფილიყო 4 დამატებით იქნებოდა. აი ეს თუ ეს გაწყდა ესმის მე აღარ მე არ უნდა გაიკვირდეს ბავში არ წავა ფეხბურთზე ფეხბურთს ძალიან მინდა სანდროს სიტყვები მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო რომ თქვა რომ ეს დანაკრებო ფანჯრებს რო ველოდებით და ეს თამაშები რო გაქვს და ეხლა თან ხო უფრო შეამჭიდროვეს კიდე 3 თამაში ერთად კიდე ერთხელ 3 თამაში მთელი წელი ფეხბურთი რო გქონდეს ამისათვის რო ყავდეს ძლიერი დინამო როგორც კლუბი აი ძლიერი რას გულისხმობ იცი სლოვანის და დინამო ზაგრების ან ლუდოგორეცის ან ვიღაცისნაირი მე არ ვამბობ ეხლა რომ ყავდეს აქ რა ქვია ბარსელონა რო გარანტირებულად ამ რაღაც ახალი სისტემა როა თან გარანტირებულად ის 6 თუ 7 თამაში რაღაცა გვეკუთვნოდეს თუნდაც ახალ წლამდე რა სექტემბრიდან დეკემბრამდე 6 თამაში გქონდეს მე 3 თვე დაველოდებით კიდე რაღაცას მე დაბრუნდება ისევ ეთასები გავალთ ისე ეს გქონდეს ამ ქვეყანას ამ დადებითი ემოციისთვის და რაღაცა თვითშეფასების ასამაღლებლად და რაღაც ძალიან გჭირდება ესეთი გუნდი და არის შესაძლებლობა დამიჯერეთ რომ არ არის სავალდებულო მართლა 50 მილიონის დახარჯვა და იმის დახარჯვა რაღაცა სასწაული თანხის რომ ეს ერთხელ საჭიროა თუ კიდე გრანდი გააკეთო და ეჭიდაო მე რა იქ ანდერლეხტს და სენჯილს აქ რო დახარჯო ფული ხო აი ამ ესეთ გუნდებთან როგორებთანაც ეხლა ვთამაშობთ და გავდიოდეთ ეს არ არის მიუღწეველი ოცნება რა შეიძლება წესიერი პროგრამით იმ ფულის წესიერი დახარჯვით და სახელმწიფოს მხრიდან კონტროლით რომ ეს ვიღაცა ფულს რო იღებს სად ხარჯავს და ვინ ჩამოყავს და რატო ჩამოყავს აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია რომ თქვა 2-3 წელიწადში არ ვიძახი ხო ხვალ გადახტები და ყველას მოვუგებ 2-3 წელიწადში ჩვენ ორი გუნდი რო გავიყვანოთ ერთი კონფერენცი ლიგაზე და ერთი ევროპა ლიგაზე და დავიჯდეთ მე სტადიონზე წავიდეთ ტელევიზორშიც უყურეთ თამაშებს და ისა შეიცვლება სიტუაცია ხალხის სხვანაირად სახეებით ივლის ქუჩაში დამიჯერეთ თქვენი გადაცემის დადანაშაულება ასე ვთქვათ იგნორში ქართული ფეხბურთის ზოგადად ტელევიზიებ ჩვენი კონკრეტულად არ ვთქვა ზოგადად ტელევიზიებზე რომ აი სერიალებს აჩვენებენ ფეხბურთი არ გვაქვს ჩვენ თუ ფეხბურთი არ გვაქვს სუფერბურთია ჩვენ არ მაგალითად როგორ ხმობას არა აგაზა თვალია მაინც ამა რო გითხრა რომ საინფორმაციოში ერთს არ ახსენებენ ადგილობრივ ჩემპიონატებს ერთს არ ახსენებენ ჩემპიონიც რო გახდება აი მაგალითად კალადუჩი გახდა იჭერა აბსოლუტურად არა იმას აჩვენებენ გოვა სხვა გადაცემა და თვალიას
მაგრამ ეროვნულ ჩემპიონატს იძახის. ეროვნულ ჩემპიონატზე. ხო, ერთი რაც ჩემი აი სურვილია თქვენი გადაცემის ეს არის რეგულარულობა. გასაგებია მირქმა იქ წითელი პარა ხო მაგრამ ისე ხალისი თითქით ხოლმე რომ არა ვივართ ორი თვის მერე იმიტომ რომ ესენია ხო აი პირდაპირ იმიტომაც ვაფასებთ ამას რა რომ არავის არა შეუდარებელია მე მინდა რომ აი ბიზნეს ის რა ქვია აზრი გავაგზავნო ძალიან მომეწონა იმიტომ რომ ზუსტად მე საგმაწუხებს რა აი წვეტა არ უნდა იყოს ამ სიტუაციაში და ეს мотиваციის და სტიმულის ფენომენი არ უნდა დაიკარგოს რა ამიტომ გჭირდება ეს ერთალიგა ეხა აი სწორია ევროპას უნდა წარმატების პრეცედენტი რა თქმა უნდა ეს წარმატების პრეცედენტი შექმნის შემობიდნენ რომ და აი მაისურებს ჩაიჭერა მაისურებს ჩაიჭერა და რაღაცა ხო მაგრამ ის არ გამოვიდნენ უკან გესმე მე იმის მეშენი ისე აი იმას ვამბობ აი ზოგადად აი წაგება ვის მოწონს ახლა ფეხბურთში მაგრამ აი ჩვენ განსაკუთრებით გვაღიზიანებს აი მე ერთ მაგალითს მოვიყან 76 მეჩი გაიხსნა ხო მგონი დინამოს თამაში ხო არა მაგრამ მანამდე ის იყო ვეტერანების თამაში იყო კი გაგუა გამოვიდა მაშინ გრიშა ხო და თამაშა და ყველა იყო და მიშა მესხი და გაიოჟე ყველა და ის საბჭოთა კავშირის ნაკრები იყო ჭაღარით მიხვდებოდი რომ ვეტერანები არიან მაგრამ ის აგებულება ქონდათ აი ნეტო და ისე იყვნენ როგორც თავის დროს და იოლად 15 წუთში 3 ბურთი გაგვი 3-0 მე ესეთი სტვენა იქ რო ატყდა დინამოზე აი მახსოვს მარტო ჩერნომორეცთან 3-0-დან 3-3 რო აი ესეთი სტვენა აუტეხეს იმ ვეტერანებს ეს რუსებიც მიხვდნენ რაღაცას და 3-3 დაგვამთავრებდნენ ბანკეტი არ დავკარგოთ ხო იფიქრეს რაღაცა არა მე არავინ არ დაინდეს კი აი ესეთ შოუმატჩი თუ გამოდიხარ აქა მაშინ ხო ეგრეა ესეა და ასე რომ ნურავის ნუ ეწყინება ის და ეხლა ისე ნუ გამიგონ კი არ მოუწოდებ რამე სამქეძაეს მაგრამ ერთი მაგალითი მინდა აი ვალერი გაზაევი ჩაუდგა დინამო მოსკოვს აი ახალი და ძალიან წარმატებით ხონდა ახალი ისე აინტრახტთან წააგო მოსკოვში 6-0 კი და ის ხელმძღვანელობა არ უშვებდა თვითონ ისა 6 გოლის გამშვები უფლება არ ამაქვს მე ვერ დავრჩებიო გუნდში ხო და იმას ვამბობ აი პასუხისმგებლობის და შესაძლოა რა UEFA-ს თასი მოიგო მერე და ძლიერი მცველი გახდა ხო ხო და თუმცა აი თემური მე მიმაჩნია დამოუკიდებელი საქართველოს ფეხბურთელში ნომერი პირველი. აი პირველ ადგილზე უპირობოდ ვაყენებ მე თემურს. როგორც ფეხბურთელს, რა თქმა უნდა. ხო, და აი როგორც პიროვნება, როგორც სპორტსმენი, მაგის ჩაგდებული თამაში მე არ მახსოვს და ის, მაგრამ ესეთი ჟინიანი ეს აი მე აი ესე ჩავარდნას არ ველო. მით უმეტეს უმერთმა ძალა მიცეს რომ რაღაცა წამოდგეს ფეხბურთს. ძალიან რთული. იმიტომ დავსვე ეს კითხვა, აი მეც არ მაქვს და აი თქვენს გაგიჭირდათ პრინციპში ხო აი რა უნდა გააკეთოს იქნებიან ეხლა შენ წარმოუდგენია რა დღეშია გადაცემა უნდა დავამთავროთ ჩვენ დიდი მადლობა გოიცადე აუცილებლად უსურვო წარმატებები იბერიას ეგ დაგჭა რომ ვაქვს ეთერში თამაშები და უყურებდა უკომოგო და ამ მარცხმა ხო კიდევ ერთხელ დამანახა ისო კი ძალიან გვეწყინა კი ყველაფერი ეგრევე წამოვარდით მოვარდით ხალხი მოვიყვანეთ თავსვით აქ თქვენც მოხვედით შემდეგ იმიდან მიერქმა ესევე ხო და მაგრამ აი ამ იუმორის შემხედარე და ამ სიცილკისკისის სამწუხაროდ ჩემთვის ხვდები რომ ამასაც მივეჩვიეთ მე რომ ესეთი შედეგები დგება და არ მინდა რომ ამას ისე მივეჩვიოთ რომ შემდეგ წელს რომ 1-6 იყო 2-7 იყო და უწევს 8-3-ს რომ წავაგებ შემდეგ წელს აქ მოსვლაც რომ აღარ მოგვინდეს ეგ აღარ მინდა ამიტომ კიდევ ერთხელ იმ ხალხს თხოვ ვინმეს თუ რამე შეუძლია
ხოვნე რომ ამ საქმეში შენ რიცამი წანგები ჩემპიონები გამხდარა. არა, რიცამი სამი თვრა ცუდი არ არის. მოკლედ დიდი მადლობა და მადლობა მოწვევისთვის. კი გამოვიდა საათი და 45 წუთი. ასეთი ისე გავიდა დრო ვერ გავიგე რა. არ გაძვენდებოდი. ნახვამდის. ნახვამდის. ნახვამდის.